მოგესალმებით ძვირფასებო, ეს არის ჩერის სივრცის მორიგი ეპიზოდი. ძალიან დიდი მადლობა აქამდე თუ ჩვენთან ხართ და თუ არ გამოგიწერიათ არხი, რა თქმა უნდა გამოიწეროთ, უნდა დაალაიქოთ, უნდა შრომა ჩაატაროთ, ისეთივე ძალისხმევა გაიღოთ როგორც ჩვენ აქ ვწვალობთ თქვენთვის და რაღაცნაირად დაგვეხმაროთ ამ არხის სიცოცხლეში. წინასწარ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა. ამ არხის წარმდგენი და სპონსორი არის CherrySfit აპლიკაცია, მაგრამ მინდა დღეს გესაუბროთ ამ აპლიკაციაში არსებულ ერთ პროდუქტზე, რომელსაც ქვია Cherry's მარათონი. ეს მარათონი ჩემთვის არის, არ ვიცი, შვილივით შექმნილი, იმიტომ რომ პანდემიის დროს შეიქმნა და ავტორი გახლავართ მე. და ეს პროდუქტი არის დისტანციური სავარჯიშო პროგრამა სახლის პირობებში. ეს პროდუქტი მართლა დაეხმარა უკვე 40,000-ზე მეტ გოგონას, არ ვიცი, სხეულის შეყვარებაში, პატივისცემაში საკუთარ თავთან, თავდაჯერებულობაში, სხეულის გამოძერწვაში და უამრავი კეთილი და კარგი ჩვევების დანერგვაში. ამიტომ გირჩევთ, რომ ეს პროდუქტი აუცილებლად შეიძინოთ, არის ყოველი თვის 23-ში რეგისტრაცია და მომდევნო თვის პირველში ვიწყებთ ხოლმე ვარჯიშს. ასე რომ Cherry's მარათონი არის შენი პროდუქტი, თუ შენ სახლში ხარ და დარბაზში ამა თუ იმ მიზეზების გამო არ შეგიძლია დავშოთ ვარჯიში. ან ვერ ვარჯიშობ. მოკლედ გადავიდეთ ჩვენი სტუმრის წარდგენაზე, ფანტასტიკური სტუმარი მყავს დღესაც, როგორც ყოველთვის. და ძალიან სასარგებლო პოდკასტი იქნება დღეს, არ უნდა გამოტოვოთ არც შემთხვევაში. ჩემი სტუმარი არის თორნიკე ენუქიძე, ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი და ამავე აკადემიის საერთაშორისო პარტნიორი საქართველოში. და Nutrition Academy of Georgia's დამფუძნებელი. ოღონდ ამით არ მთავრდება რატომღაც მარტო ეს მოგწურა თორნიკებს თავის რეგალები, მაგრამ უამრავ რაღაცას აკეთებს პარალელურად. იქ ლექციებს კითხულობს, იქ კოუჩინგობს, ასევე ჩემი გუნდის კოუჩი არის ნუტრიციაში და ჩემი პოდკასტის გუნდელის ერთ-ერთი ყოფილი მეგობარი. თუ ყველაზე კაი ყოფილი მეგობარი ბოდიში, გამორჩა. თორნიკე, მოგესალმები. მოგესალმებით, ჯერ. როგორ ხარ? მოიწევ მოვიხსნა ესენი თორე ძალიან ხრახუნობს. თორნიკე, ჩვენი ტრადიცია არის პატარა ბლიც შეკითხვებით დავიწყოთ პოდკასტი, რომ უცებ რაღაცა დავიჭიროთ ხალხი, რომ რა საინტერესო თემებზე გვექნება საუბარი. ოღონდ ამის მერე ჩვენ შეგვიძლია ესები გავშალოთ, შეგვიძლია აქვე დავტოვოთ რა. თუ მზად ხარ, მე დავცხებ. მზად ვარ. არსებობს უნივერსალური დიეტა, რომელიც ყველას მიზანს მოერგება. არა. არის თუ არა კვება მხოლოდ კალორიების თვლა? მხოლოდ არა. არ ჭამ შაქარს, ესე იგი იდეალურად იკვებები. არა აუცილებლად. არა აუცილებლად? ოკეი. არა აუცილებლად. აუცილებლად ეგრე არ იქნება. ოკეი, всё. პორტოხალის წვენი უფრო ჯანმრთელია ვიდრე პორტოხალი. ყვილია. ვეგანური საკვები ავტომატურად ნიშნავს ჯანსაღს. ყვილია. საღამოს ხილი მავნებელია. კიდევ უფრო მეტი ყვილია. ინტერვალური შიმშილი ქალზე და კაცზე ერთნაირად კარგად აისახება. კარგად მოქმედებს ბოდიში. ქალის ასაკს გააჩნია და არა. ანკენ არა. კიზა არაც. მე მე გავშალოთ. გააჩნია. კაი, მაშინ მოდი დავიწყოთ უნივერსალური დიეტით. აი ეს ერთი რო ცხადდება ხოლმე, რომ მოკლედ აი წავედით ეხა ბენდუკიძის დიეტას თუ რა დიეტა დაიდო. ხო, ახალი დიეტა დაიდო, შევესიეთ ამას. ბენდუკიძე საერთოდ გამახსენდა. უგულავა იყო. ხო, შევესიეთ დიეტას. აი ზოგადად დიეტა მე მგონი საქართველოში ცოტა ცუდი ინტერპრეტირება მიიღო ამ სიტყვამ, რა, იმიტომ რომ დიეტა ავტომატურად მიდის აკრძალვაზე ადამიანის ტვინებში, ხო? თორე რეალურად დიეტა არის ჩვენი კვების რაციონი დღის განმავლობაში. აი როგორ ფიქრობ რა რატომ წავიდა რაღაცა ესე არასწორი მიმართულებით? იცი რა დიეტების დასაწყისი მე არ მახსოვს, იმიტომ რომ მე როცა წონის კლებაზე მუშაობდი, მაშინაც იგივე დიეტები იყო გავრცელებული, რომელსაც დღეს შევხვდებით. ძალიან უცნაურია რომ არ მიდის ახლა მუშაობდი წონის კლებაზე შენ თავთან, ოკეი. ჩემ თავთან. ჭარბწონიანი თორნიკე მუშაობდა თავის წონის კლებაზე და უნდა დაიკლო წონა, როგორ მახსოვს ეს იყო ცილოვან დიეტას ეძახდნენ მაშინ, ციციბურას და ყველის დიეტას. ეს დიეტა. ეს იყო დუკანის დიეტა, ცილოვანი, მაგრამ რატომღაც ჩემამდე ინფორმაცია მოვიდა, რომ ცილოვანი იყო დიეტა იყო ციციბურა და ყველი. ციციბურა მოგეხსენება ნახშირწყლების წყარო უფროა, ცილსაც შეიცავს, როგორც და ყველი, რომელიც ცხიმის წყაროა, ცილასაც შეიცავს. ეს რატომ მოვიდა ეს ინფორმაცია ჩემამდე, რომ ციციბურა და ყველი იყო ცილოვანი დიეტა, არ ვიცი, მაგრამ ბოდიში შეგაჩერებ, რამდენი წლის იყავი რომ ებრძოდი წონას? 14,
12, ან რაც თავი მახსოვს, შეიძლება ესეც. და ანუ შენ ამ ასაკში გააზრებულად მუშაობდი წონის კლებაზე თუ მშობლებიდან მოდიოდა ეს? არა, ჩემგან მოდიოდა ეს ყველაფერი და გააზრებულად მინდოდა და გაუაზრებელ ნაბიჯებს ვთქვამდი. მაირა კაი რაღაცა თქვი. რა იყო გაუაზრებელი ნაბიჯი? გაუაზრებელი ნაბიჯი იყო ის, რომ შეზღუდული კვება არ იქნებოდა შედეგების მომდანი. ძალიან ცუდად დაიმთხვა ის, რომ ამ დიეტაზე ყოფნისას ერთი ზაფხული სოფელში მომწია ყოფნა და სოფელში რომ ვიყავი საკმაოდ კარგად დავიკელი. უბრალოდ დავიკელი, იმიტომ რომ ასაკობრივი ცვალებადობით ასევე სიმაღლეში გავიზარდე და ამან გამიმტკიცა რომ უი თურმე ნახე რა სწორია. მაგრამ მე წლების მერე რომ გავიხსენე სოფელში. თან პლუს მეტად მოძრაობდი არა სოფელში? აუცილებლად და ხილი შემოვიდა უფრო მეტი საქმეში, უფრო მეტი მოძრაობა და ასაკობრივი ცვალებადობებიც. მოკლედ ერთი ესეთი უცნაური ფაქტი მოხდა. სახლში როცა წიწიბურას და ყოვლის დიეტა დავიწყე 3 თვე რისიბოდიში წიწიბურას და ყოვლის დიეტა. ვაკეთებდი როგორც საჭიროა, ხო, უმარილო წიწიბურა, მოხარშული და უცხიმო რა თქმა უნდა და ყველიც მცირედი. როგორც სოფელში. დილა შევადგეს საღამო ჭამდი წიწიბურა და ყოველს. მთელი დღე. როგორც სოფელში შავადი ეს წიწიბურა და ყველი ჯადოსნურად გაგემრიელდა. და მეთქი რა მოხდა, თურმე სოფლის ჰაერი რა კარგად მოქმედებს მადაზე, ხო, ყოველს გაგიგეთესნება. თურმე როგორც წლების მერე გავიგე, ჩემი საყვარელი ბებია, რომელიც ამ წიწიბურას და ყოველს უკვე სოფელში მიმზადებდა, უკეთებდა კარაქს, უკეთებდა მარილს. ჯიგრულად. ყველაფერი აი უბრიალს ეხაც პირში მიტრიალებს ამ წიწიბურას და ყოველს გამო. დღემდე ჩემი საყვარელი საჭმელია ხო. და როგორ არ შეგზიზღდა რა? დიეტის მერე ძირთად გვეიზღება ხოლმე ხათმის ფილე და წიწიბურა და კვერცხი არ დამანახოთ. არ ვიცი, ესე კარგად მახსოვს და დღემდე ჩარჩენილია ჩემში როგორც გემრიელი კვება. ხო და უცნაური ეგ იყო რომ თურმე მარილის და კარაქის დამატებით მაინც მივიღე შედეგი. ანუ უმარილო, უგემურ და მოხარშულ საკვებში არ ყოფილა გამოსავალი. სწორად ახსენე, ჩემი დიეტა სესია აღვიქოს ყველა. უმარილო, უშაქრო, შეზღუდული, მტკივნეული, მოხარშული. ეს არის დიეტა ჩვენთვის. და რეალურად დიეტა არის კვების რაციონი და კვების სტილი, რომელსაც ვირჩევთ. არასწორი განმარტებები აქვს და დიეტას მაგიტო აღარ ხმარობს არავინ, იმიტომ რომ აუცილებლად ნეგატიურ ემოციებთან არის ხოლმე კავშირში. არც ერთ სახელობით დიეტა, რომელიც ახლა შენ ჩამოთვალე, ბენდუკიძემას თუ დიეტას ძალიან დიდი ბოდი შეიძლება მაგრამ ეს მე ვგულისხმობდი უგულავას დიეტა გამიგია. თურცები არ მახსოვს, მაგრამ ბევრი მოკლედ სახელობით დიეტები დავაქვათ. ნებისმიერ სახელობით სუხიშვილები ვიცი კიდე, რაღაცა ესეთი სასტიკი აკრძალვები კიდე. და დუკანის დიეტა, როგორც ცილოვანი დიეტა, ესე იყო შემოსული. ოღონდ ცუდი რა არის, ე? ამ ყველა ზოგადად დიეტას და კვების სტილს თავისი მეცნიერული საფუძველი უდგას. მაგალითად, დაბალნახრისწყლოვან კვებას, მცენარეულ კვებას, მაღალცილოვან კვებას, კეტო დიეტას, აღონ ეს არის ის კვების სტილი, რომელსაც რაღაც სამეცნიერო ბექგრაუნდი უდგას უკან. ეს დიეტების ნაწილის ამოღება ხდება და გადმოდის მე დიეტების კულტურაში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბოდიში შეგაჩერებ რომ გავაგებინოთ მაყურებელს კარგად. სამეცნიერო ბექგრაუნდს იმას გულისხმობ, რომ რაღაცა რაღაცა მდგომარეობა აქვს ადამიანს, სპეციალურად ამ ადამიანისთვის, აი ამ ჯანმრთელობის გართულებისთვის შეიქმნა ესეთი კვება, ამას გულისხმობ და შემდეგ აქედან წამოვიდა generalization როგორ ეს არის ძალიან კაი კითხვა, ჯერი. კვების სტილი, რომელსაც სამეცნიერო ეხა ხრას გულისხმობ, რომ ამ კვების სტილს მეცნიერული კვლევები უდგას უკან. სადაც აიღეს ადამიანების ჯგუფი, ან დააკვირდნენ დიდი ხნის განმავლობაში, ან ჩაატარეს კვლევა, სადაც მოხდა მათი ინტერვენციული დაყოფა, ერთი ჯგუფი აიღეს ამ კვების მიმდევარი, მეორე ჯგუფი ამ კვების გარეშე და კონკრეტულ გამოსავალს დააკვირდნენ. მაგალითად, ამ დიეტის მიმდევარი ადამიანები 12 კვირის განმავლობაში განსაზღვრეს, რამდენად მეტი პროცენტი სხეულის მასა დაიკლეს, ვიდრე იმ ადამიანებმა, ვინც არ მიყვებოდნენ ამ კვების სტილს. ან რამდენი პროცენტი გაუმჯობესდა მათი კუნთური მასის შენარჩუნება, ან კუნთური მასის მატება ადეკვატური სავარჯიშო რუტინის ფონზე. ანუ როცა ვიძახი, რომ სამეცნიერო ზურგი უმაგრებს, სამეცნიერო კვლევები უმაგრებს ზურგს, მათზე კვლევაა ჩატარებული. ეხლა რატომ ხდება ამ კვლევის ჩატარება? ერთი მიზეზი, როგორც ახსენე, შეიძლება იყოს სამედიცინო მდგომარეობიდან გამომდინარე კონკრეტული კვების სტილი, მაგალითად, კეტო დიეტა სამედიცინო მდგომარეობაზე, ეპილეფსიის სიმპტომების მენეჯმენტისთვის, მაგრამ ამასობაში მოდის მეორე მხარე, მაგალითად, მცენარეული კვების სტილი, რომელიც ისტორიულად მოყვება კაცობრიობას და რახან ისტორიულად მოყვება კაცობრიობას, ამიტომ დავიწყეთ მასზე დაკვირვება. შესაბამისად, რა მიზეზის გამო იწყება კვლევების ჩატარება, ანუ ინტერესი ჩნდება პირველი ხალხში და მერე მასზე იწყება ხოლმე კვლევები, თუ კვლევა გამოვა და მერე იწყება მასზე ინტერესი, ორივე ხდება, ვერ გავიგებთ. ყველაზე ცუდი ამ პროცესში ხდება ის, რომ კონკრეტული კვების სტილიდან, რასაც სამეცნიერო ზურგი აქვს, ხდება ამოგლეჯა კონტექსტიდან, კონკრეტული მოცემულობის
კომერციალიზება და გადმოტანა დიეტების კულტურაში. კეტო დიეტა ბევრს გონია დღემდე, ვინც კეტო დიეტას მიყვება, რომ არის 12 ცალი კვერთხის ჭამა დღის განმავლობაში. ან კარაქის შაგდება ყავაში. ან კარაქის. ან მხოლოდ კარაქის შაგდება ყავაში. ანუ კონტექსტიდან ამოღებული მოცემულობები უკვე აღარ არის მტკიცებულობას დაფუძნებული. ეს არის გამარტივებული სტრუქტურა და მესმის რომ ყოველას მარტივი გზა გვინდა ჯანსაღყოფისკენ, მაგრამ მაგ თამაში ყოველთვის წავაგებთ. მაგრამ მოგებენ ის ადამიანები, ვისაც უნდა რომ მარტივი კონცეფციები მოგვხვიონ თავს. ამიტომ ძალიან რთული ახლა დარწმუნებული ვარ. ადამიანები, რომელიც ამას აკომერციალიზებს. დარწმუნებული ვარ ყოველთვის შენი კონტენტის ჩაწერისას წააწყდები ხოლმე პრობლემას, რომ აბა როდის გავჩერდა, რა ინფორმაცია გავცე, რა არ გავცე. ძალიან რთული ადამიანების ყურადღება მოიზიდო ამასობაში სწორი ინფორმაცია გაგცე. კი, ეგეც მესმის. ამასობაში წუთნახევარს ჩაეტიო. კი, აბსოლუტურად. ძალიან ბევრჯერ არის ხოლმე, რომ სხვების ვიდეოზეც მე რომ მქონია, მე მახსოვს შენს ვიდეოზე მქონდა ერთხელ ეგ ემოცია, რომ შენ თქვი, რომ აი თუ მიდიხარო საქმეა შეხვედრაზეო, დილას არ ისაუზმო რა. და მეთქი, come on, მე ამას მთელ იმას რომ რაღაც დილას საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია და უცებ თორნიკე გამოდის და ძალიან დამაჯერებლად ამბობს, რომ და ნუ მე უცება იაზრებ რა რომ აი ვერ ჩაატევ მართლა წუთნახევარში რომ თორნიკე მაგალითად გულისხმობდა რომ ჭარბნახშირწყლოვანი საუზმე არ შეიძლება არის მოდი არ შეიძლება ამოვიღებ დაივიწყეთ ეს სიტყვა ანუ არ არის მიზანშეწონილი ჭარბნახშირწყლოვანი საუზმე როცა გვინდა დავუშვათ ტვინი იყოს მაქსიმალურად ჩართული იმიტომ რომ ბევრი ნახშირწყალი რაღაცნაირად გუღლის გვადუნებს ხო და ნუ ოკეი ვერ შანსი არ არის რომ აი იმ პატარა rilში ჩადიო და ზუსტად ამიტომაც არის მე ეს პოდკასტები რომ გემრიელად ჯიგრულად გავშალოთ რაღაც თემები რა ეს ვიდეო ხშირად თქვი არ მეგონი ჩაწერილი 3 წლის წინ კი ერთ-ერთი შენი ადრეული ვიდეო რაც უფრო დრო გავიდა მით უფრო მივხვდი რომ რაღაც თემებზე პირი უნდა დავხურო მე ანუ პასუხისგებლობა ხო არის იმიტომ პასუხისგებლობა აქვს იმიტომ რომ მაგ ვიდეოს შემდგომ განსხვავებული ლიტერაციით განსხვავებული ადამიანი განსხვავებულ შედეგს მიიღებს აბსოლუტურად ამიტომ ეგ არის დღემდე ჩემი ტკივილი აუ რა გამახსენე უნდა ვთქვათ ვიდეოში აი დროთა განმავლობაში ხვდები რომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას გასცე მით მეტ პასუხისგებლობა მოყვება ამ ყველაფერს და მეტი ინტერპრეტაცია ხო და მეტი ინტერპრეტაცია რომელსაც სხვანაირად იგებს ხალხი ზუსტად შესაბამისად და მით უმეტეს როცა მე განზრახვაში მაქვს რომ გამომარტივო კონცეფცია და ამით ფინანსური მოგება ავიღო უკვე იმაზე აღარ ფიქრობ ანუ პროცესში აღარ სწავლობ და პროცესში თუ აღარ სწავლობ რჩები იმ წერტილში სადაც კიდევ უფრო ზრდი რისკს რომ სხვა ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს შენი მოგების საპირწონედ კი ზუსტად ამიტომ მესმის ესეთი ადამიანების მაგრამ დრო მიდის სიტუაცია იცვლება და მაგიტომ უნდა აუწყოთ ფეხი და მაგიტომ ვზივართ ახლა მართლა მერე რომ უფრო ხანგრძლივად ვისაუბრებ თემებზე რომელიც ეჭირა კი მოდი მაშინ გადავიდეთ ახლა ჩვენ რაღაცა ამ ბოლო დროს ძალიან ჩავიციკლეთ კალორიებზე რა ჩემი კონტენტიც ახლა ბოლო ვიდეოებს რო გადავხედე რაღაცა აი ძალიან კალორიებზე უბრალოდ აი რა მომენტია იცი მე თვითონ სად ვიკარგები ხოლმე გეტყვი ანუ იმდენად ისტერია არის აქეთ მხარეს ანუ ბაზრის მხარეს რომ კალორიები გვითხრეს აქეთა კალორიები ნუ იმიტომ რომ რა თქმა უნდა აქედან წავიდა ამ სოცმედიიდან ხო რომ დღეში ამ ეს ნორმას თუ გადაცდი აი ეგრევე მოიმატებ ნორმას თუ ჩაცდი ეგრევე დაიკლებ მაგრამ აი ჩვენი კვება მარტო კალორიები აი წეგან ახსენე ხო რომ მხოლოდ კალორიების სვლა არ არის ხო აი რა არის კვება ხო რამდენი მნიშვნელოვანია ჩვენი საწვავია პირველ რიგში მაგრამ მოდი კიდე კარგად გავშალოთ რატომ არ არის კვება მხოლოდ კალორიების სვლა კალორიების კონცეფცია არის განმყოფელი ნაწილი თუ მიზანი გაქვს რომ წონა შეიცვალოს ან დავიკლოთ ან წონა მოვიმატოთ განმყოფელი ნაწილი კი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა აუცილებელი თამდევი ფაქტორია მაგრამ არ არის ერთადერთი და როგორც წესი უფრო ხშირად არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კალორიების მენეჯმენტი ანუ კალორიების პროფიციტი კალორიების ნამატი თუ მინდა წონის მატება ადეკვატურ სავარჯიშო რუტინასთან ერთად და კალორიების დეფიციტი ადეკვატური თუ მინდა წონის კლობა განმყოფელი ნაწილია პროცესის მაგრამ ყველაზე ხშირ შემთხვევაში არ არის თავარი იერარქიაში ყველაზე მაღლა არ დგას შეიძლება ვთქვათ რომ მას ეფუძნება ბევრი რამე მის ქვემოთ საძირკველში დგას ჩემი ჰორმონალური ჯანმრთელობა ვიტამინების და მინერალების დეფიციტი და ჩემი ემოციური ჯანმრთელობა აი ამ ყველაფრის ფონზე კალორიები წარმოიდგინე ფონად გაგვდევს სულ, მაგრამ უმრავლესობა ადამიანისთვის არ არის ხოლმე სასურველი წერტილი რომ დაიწყოს. იმიტომ რომ როცა მე ჯანსაღყვებაზე წარმოდგენა არ მაქვს და მარტო კალორიებს ვაკვირდები, ავტომატურად ყოფ რომ მაღალკალორიული საკვები ცუდია და დაბალკალორიული საკვები კარგია. ან თუ გამიგია მითები ან სიმართლე სცენარეულ კვებაზე ავტომატურად მეორე კითხვას რო გადავაჯაჭვოთ, ავტომატურად სცენარეულ საკვები კარგია, ვეგანური კვება და ხორცი ცუდია. აი ესეთ გაყოფას როცა მივყვებით, მაშინ კიდევ ერთხელ ისეთ ამას შევდივართ, სადაც მუდმივად ვაგებთ.
ამიტომ კალორიები კიდევ მან უშვებთ ყველაზე მეტ შეცდომას. კალორიების მენეჯმენტი არის ერთ-ერთი უნარი, ესე მგონია, ყოველ შემთხვევაში ამ კალორიების თვლის სწავლა დან ჩემ ცხოვრებაზე მორგება. იმიტომ რომ სიმართლე ვთქვათ, შერი იცი რა, ბუდიში მოიცა გაგაწყდა. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს თვლა, რა საჭიროა კალორიების თვლა იცოდეს. ჩემ გამოცდილებაში უმრავლესობა ადამიანის პროცესში გვერდება და აკადემიის გავლის შემდგომ კოუჩინგის ვისაც იწყებენ, პირველი 3 მნიშვნელოვანი წერტილია, რომელზეც ვაკეთებთ აქცენტს. არც ერთი ამ 3-ისგან არ არის კალორიები. დასაწყისში. პირველი მენეჯმენტი არის რამდენად ხდება ცილის სწორი ბალანსი. რამდენად ხდება ბოჭკოს, ანუ ნახშირწყლების, ისეთი ნახშირწყლების მიღება, რომელიც აუცილებლად გვჭირდება რაციონში და რამდენად ხდება ჯანსაღი ცხიმების ბალანსი რაციონში. ვერ წარმოიდგენ რამდენ პროცენტ შემთხვევაში უმრავლესობა ადამიანთან ამ 3 პროცესის გამოსწორებით იცი რომ კალორიებსთან არ კი მიდიხართ, შედეგის 80% მიღწევადია. კი ბატონო. არიან ადამიანები, ვინც ამ სფეროში დიხანი არიან, ბევრი რამე უცდიათ და მათთვის შეიძლება ღირებული უნარი იყოს კალორიებზე წარმოდგენის გაჩენა და იმის წარმოსახვა ჩემ წინ არსებული თეფშისგან მიღებული პროდუქტები დღიური კალორიის რამდენ პროცენტს დაიკავებს უკვე, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი ფაქტორი და კიდევ ერთხელ უმრავლესობა ადამიანისთვის შედეგების 80% სხვა პროცესის მენეჯმენტით მიიღწევა. ანუ უცბად რომ გადავაკონვერტირო და სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, რომ კიდევ უფრო კარგად გაუჯდეთ, მნიშვნელოვანი არის მაკროელემენტების წყაროების ცოდნა. ანუ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა პროდუქტი შეიცავს ცილას, ცხიმს და ნახშირწყალს, რომ ჩვენ ესენი გადავანაწილოთ დღის განმავლობაში და თითოეულ ულუფაზე დაუკვირდეთ, რომ რამდენად დევს ცილა, რამდენად დევს ნახშირწყალი და ჯანსაღი ცხიმები. ჯანსაღი თეფშის პრინციპი არის ამის ყველაზე მარტივი მაგალითი. ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი როგორ არის განაწილებული, უბრალოდ მან ჯერი პრობლემაში შევდივართ იქ რომ უკვე ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი რას ნიშნავს. ანუ მე წინ პროდუქტს რომ ვუყურებ, წინ მიდევს ბრინჯი და კვერცხი და ქათამი და არ მიდევს ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანებს ჯერ იმაზე ჩამოუყალიბდეთ განცდა წინ რომ თეფში დევს ცილა, ცხიმი და ნახშირწყლის რომელი წყაროები მიდევს წინ. ანუ პირადად რომელი წყარო მაგალითად წიწებურა მაძლევს ერთად ნახშირწყლს, მაგრამ ცილებსაც მაძლევს ამასობაში. ხო, ავოკადო მაძლევს ცხიმს, მაგრამ ბოჭკოს კარგი წყაროც არის. შესაბამისად, პროდუქტებზე მასში შემცველ მაკრონუტრიენტებზე, რაც თქვით, ცილა, ცხიმზე, ნახშირწყალზე და მიკრონუტრიენტებზე, ანუ დაახლოებით რა ვიტამინების წყარო შეიძლება იყოს შემთვის, ამითი იწყება პროცესი და კალორიების მენეჯმენტი პროცესში მოდის. იმიტომ რომ სიმართლე ვთქვათ, ადამიანების უმრავლესობას აქვს 3-დან 5-მდე ჩვეული საყვარელი საუზმე, 3-დან 5-მდე ჩვეული საყვარელი ლანჩი და 3-დან 5-მდე ჩვეული საყვარელი ვახშამი. ანუ ამოწურვადია იმ ყებზების ოდენობა. მე მაგალითად 2 წელს ვატრიალებ საუზმეზე. ზუსტად, შესაბამისად, კალორიების თვლა რომ მოგინდეს და ან დაგჭირდეს, ანუ არ შედიხარ სივრცეში, სადაც უსასრულოა. სადღაც ჩერდება და ამ გაჩერების და სწავლის შემდგომ გაქვს ახალი უნარი შეძენილი, რომელსაც როცა გინდა მაშინ გამოიყენებ. აუცილებელი არ არის, მაგრამ მე თუ მკითხა უმრავლესობა ადამიანისთვის რაღაც წერტილში სასიამოვნოა. შეიძლება საჭიროც, მაგრამ მაგით არ იწყება. კალორიების მენეჯმენტზე წარმოდგენის გაჩენა. რა თქმა უნდა, ზოგადად რაღაცას რაშიც კარგად მე მგონი ერკვევი და ჩაიხედავ, ყოველთვის ესეთი არის რა, სასიამოვნო და უფრო მეტი თავდაჯერებულობა არის რა, მაგრამ აი ყველამ უნდა იცოდეს თუ არა მაგალითად ჩვეულებრივი ბუღალტერია და ჩვეულებრივი მათემატიკა რომელიც არც ისე მარტივი ხო, იმიტომ რომ თან ერთმანეთის გამორიცხავი ინფორმაცია დევს, თან არაზოს სხვადასხვა ინტერნეტ წყაროში არ ემთხვევა ეს პროდუქტების კალორიები. ინტერნეტ წყაროში მოიძიე ხარჩოს კალორია, AI-ს გაიგიჟდება და მთელი ბაზაც. ეგ ჩვენი პრობლემაა სხვა შორის ქვეყანაში არ გვაქვს ნუტრიენტული ბაზა ამ კერძების. რომელსაც შენ უკვე დაიწყე შეუდექი საქმის გაკეთებას და ძალიან მაგარია. ეს იქნება კარგი რაღაცა საკეთებ ერისთვის. ჩემ ბავშვებს ვეხმარებოდი ხოლმე რომ ერთ-ერთი აპლიკაცია რომელიც არის შვილებს არ გულისხმობს მეგობრებო. სტუდენტებზე მოგწაუბარი აკადემიის. აკაც წამომწა ხო იცი? სახლში რო გეუნებიან სხვაგანაც გაიმეორებო ბავშვობოთი რომ იმართა, ისე მომივიდა ახლა. ერთ-ერთი აპლიკაცია რომელიც არის უნივერსალური სტანდარტი, ამაზე კარგი არ მოუფიქრებენ და ალბათ ვერც მოიფიქრებენ სოფლიოში, მაგრამ ქართული კერძები აკლია. და ვიძახდი რომ აი ამის ქართულ ვერსიას როცა გავაკეთებ, ხუთს დავიფარებ და პენსიაში გავალთქო. ნახდება იმედია მალე მოხდება ეგ ამბავი. იმედია მალე მოხდება. ანუ ამ შემთხვევაში თქვენ იღებთ ზოგად რეცეპტებს ალბათ, ხო? იმიტომ რომ ეგ ხო ძალიან განსხვავდება. დედა ჩემი ბევრი მას ჩაახლის, ჩააქიმლებს წრეს. ამიტომ ძალიან საინტერესოა ამ პროექტის ერთ-ერთი ნაწილი იქნება საქართველოს კუთხეების მონახულება და მათი რეცეპტების გაზიარება. ერთ-ერთი ჩვენი სტუდენტი სვანეთიდან არის და აქვს დაწერილი წიგნი სვანურ კვებაზე. ეს იქნება პირველი წერტილი, სადაც მოვიჭიდებით, რომ ასე თუ ისე უნიფიცირებული
კალორიული რეცეპტებით შედგეს დაახლოებითი კალორიული ბალანსი, იმიტომ რომ კალორიები ზუსტ მეცნიერება არ არის და არც მჭირდება რომ ზუსტი იყოს. როგორც ვახსენეთ, ეს არის ზოგადი განცდა. რო დახალ ციფრებზე უკვე ზუსტდება, მაგრამ ზუსტდება უბრალოდ სხვა ადამიანმა რომ ყველი ორი ნაჭერით მეტი უქნას, ყველაფერი ირევა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც ვახსენეთ პირველ ნაწილში რომ ზოგადი განცდა გამიჩნდეს ჩემს წინ არსებულ პროდუქტზე. ესეც დიდი საქმის მომცემია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რაც უფრო მეტი შეხების წერტილი მაქვს შენ პროცესის მენეჯმენტთან, მით უფრო მეტია შანსი რომ შედეგს მივიღებ და შევინარჩუნებ. რაც უფრო მეტ წერტილში ვიცი რომ შემიძლია სადავეებით შემხელთ მოვმართო. ამიტომ ვფიქრობ რომ კალორიების თვლა სწორედ ერთ-ერთი ესეთი სადავეა, რომელსაც როცა მოგინდება, მაშინ მოკაჩავ. მაგრამ შეიძლება ამ სათავის გარეშეც ატარო ცხენი თავისუფლად შენ სასურველ მიმართულებით. ჩემთან ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის ხოლმე, აი რა ვჭამოთ? და მე მგონია რომ აი ეს რა ვჭამოთ, აი რაღაც მომენტში მაინც წამოიღო ჩვენგან მიცემულმა, აი ამ დროს ეს უნდა ჭამო, ამ დროს ეს რა უნდა ვჭამოთ მესვლაც იძროს, რა უნდა ვჭამოთ რაღაც პახველიაზე, რა უნდა პახველია როგორ არის ლამაზად? ნაბახუსებზე, ხო? რა უნდა ვჭამოთ? და აი ამ რა უნდა ვჭამოთ, მე წამოიღო ეს ხალხი გეგონება მაგამდე არ ჭამდნენ, გასაუბრ პერსონალი გეგონება ჩვენი დედმამა, მამა-პაპა, აი ესე იზრდებოდნენ რა ვჭამო ზახილში. არა, ეს კი მუდმივი კითხვა არის ზოგადად დიასახლისის ცხოვრებაში, რომ დღეს რა იყოს ჩვენი საჭმელი, მაგრამ სხვანაირი კითხვა, არა, ტექნიკურია, რა მოვამზადო არის და შესაბამისად რა ინგრედიენტები აქვს სახში, რა უნდა იყიდოს, თორე ისე რომ აი რა ვჭამოთ, არ ვიცოდეთ რა ვჭამოთ, ეგ მომენტი რაღაცა ეხა წამოვიდა. ერთადერთი სწორი პასუხი მოვიფიქრე მაგ კითხვაზე. აბა. რა ვჭამოზე ყველაზე კარგი პასუხია შენ რას ჭამ? კითხვით უბრუნებ. გამორიცხული ადამიანმა პასუხი აქცეს რა უნდა ვჭამო? არ ვიცი შენი მიზანი, არ ვიცი შენი არსებული მდგომარეობა, არ ვიცი შენი საყვარელი კერძები, ასე რომ თუ შემეკითხები რა ვჭამო? მე პასუხს გაგცემ შეკითხვით, შენ რას ჭამ? მე რას? ეხლა რას ჭამ? ანუ საიდან ვიწყებთ მუშაობას? რა ბაზაზე გვაქვს? დილით კვერცხი მიერთო ყოველთვის აყიყლიყოს? თუ კვერცხი და ყიყლიყოა შენი განუყოფელი ნაწილი, ჩემი ყველაზე სწორი რჩევა, თუ საუზმის გამოსწორებაზე მიდგება საქმე, უნდა იყოს რომ ან ბოსტნეული შემოვიდეს ყიყლიყოსთან ერთად, ან თელმორსულოვანი პური ჩაანაცვლოს ერთმა პურმა და არა ორაგული და ავოკადო შემოგიყვანოს საუზმეში. ან ჩაგინაცვლო. ანუ ყველაზე სწორი პასუხი ჯერჯერობით რაც მოვიფიქრეთ, თუ რამეს მოვიფიქრებ დამატებით გაგიზიარებ, კითხვაზე რა ვჭამო ვერე შენ რას ჭამ? ეხლა მე ვეუბნები რომ რასაც დედა თქვენი გაჭმედა ბავშვობაში ისჭამენ. შეიძლება. ახლოს არის. ბავშვობაში ხო აი ძალიან. იმიტომ რომ ეგ გიყვარს, ეგ გახსოვს და ეგ გინდება ხოლმე. კონცეფცია იგივეა. და პლუს ბავშვობაში როცა ბავშვი ხარ, რეჟიმში ხარ, იმიტომ რომ შობელი გამყოფებს რეჟიმში, ხო? იმიტომ რომ ადეკვატური ზრდა რომ მოხდეს, ადეკვატური ჰორმონალური ჩამოყალიბება თუ რაღაც ორგანოების ჩამოყალიბება და ზოგადად ბავშვის ადეკვატური ზრდა რომ მოხდეს, უნდა იყოს ბავშვი რეჟიმში, კვების მხრივაც, მოძრაობის მხრივაც და ყველა, ანუ კვების დროსაც სულ ვეუბნები ხოლმე, რომ აი სახლში ბავშვობაში რასაც ჭამდით წამოიღეთ და ჭამეთ ის. სახლში დედა მამა რასაც ამზადებს, გაამზადე ის. მოყვები. უბრალოდ მანდ ერთი პრობლემა ვქნა. იმას რომ ჩემი ბავშვობის დროს რაც ეგონათ რომ სწორი განრიგი იყო, როგორც წესი არ არის ხოლმე სწორი ჩემთვის დღეს. მაგალითად, ბებია ჩემი ყოველთვის მეუბნებოდა რომ თუთებს არ მოვასუფთავებ ლამაზურია ხოლმე. ეგ ხო, მახინჯიცოლი გვეყოლა. ღამე თუ ძილის წინ ჩაი კოფეინის შემცველი და კარაქიანი პური არ ვჭამი, ისე არ უნდა დავიძინო. ანუ ძალიან სწორი კითხვა შენაზავს, იმიტომ რომ ზუსტად იგივე კონცეფცია მე რაც გითხარი, იმიტომ რომ რაც გიყვარს, რაც გახსოვს და რაც შენ წინდევს, ეგ უნდა ჭამო. უბრალოდ უკეთესი როგორ გავხადო, ეგ არის კითხვა, ხო? რა ვჭამო ან არ ვჭამო კი არა, უკეთესი რომელი იქნება ჩემი მიზნებიდან, სამედიცინო მდგომარეობიდან და ჩემი საყვარელი პროდუქტებიდან გამომდინარე. და ამასობაში ეხა მე რომ მახსოვს რა მაგალითად ჩემი რუტინა იყო, დილით არ ვჭამს, არ ვსაუზმობდი, რაც მე თუ მკითხავ, ეხლა ცოდნით, მოზარდებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წერტილია, რომ ვისაუზმოთ დილით აუცილებლად. აი ეს კაი რაღაცა თქვი თორე. მთელი დღის განმავლობაში ანუ საუზმის გარეშე მივდიოდი სკოლაში, სკოლაში არ ვჭამდი, იმიტომ რომ ბუფეტში ხوار, შევჭამ ისეთ წონამაწუხებსთან არც მიზი დავდადი და ისაკვები და წარმოგიდგენე 3 საათზე, 4 საათზე არ ვიცი როდის მომთავრებდი სკოლას, მივდიოდი უკან სახლში, პორციას უბრალოდ კონტროლობდი და დღემდე ჩემი თავი პრობლემა კვებაში არის პორციის კონტროლი და binge eating-ისკენ მიდრეკილება. ანუ საუზმე რომ გამოვტოვო, პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ მე 4 საათზე რა ვსჭამ, ეგ არის მთავარი კითხვა. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ მოზარდის ყოფაში ჩაჯდეს რეგულარული კვებითი გაიდლაინი, მათ შორის საუზმე და ადეკვატური ლანჩი სკოლაში.
რომელიც ნამდვილი პრობლემაა. მე მგონია რომ საუზმე როცა იქნება აუცილებლად თავარია თან კონტეინერები გავატანოთ რა ხა მაგალითად სხვათა შორის ეხლა მე მგონი შემოსულია უკვე რომ ეს კონტეინერებით გატანება იმიტომ რომ საქართველოში სკოლებში სასწავლო რაღაცები იყიდება ის რაც იდეაში ბავშვმა ლანჩზე პირიქით არ უნდა ჭამოს თუ ჭირდება რომ ანუ შესვენების მერე კონცენტრაცია იყოს გაკვეთილზე უმჯობესია სახლიდან გავატანოთ კონტეინერებით და ლანჩი კონდეს, თუმცა აი ლანჩიც რო დაუშვათ ვერ გაატანო და სახლში მოვიდეს, თუ საუზმე მიღებული აქვს ბავშვს სახლში, პორციის კონტროლი უფრო მარტივად ხდება. ბევრად უფრო წინ არის პროცესი მინიმუმ სწორი საუზმის დაწყებით. აი ესეც მნიშვნელოვანია, ხო? საუზმე და სწორი საუზმე. უფრო სწორი საუზმე რომელია? უფრო სწორი საუზმეა ხლოპი ორძით თუ უფრო სწორი საუზმეა ომლეტი ბოსნეულით ან შურის ფაფარძით და თხილაულ თესლაულით. ან მანდაც არის სწორიდან მეტად სწორი ან აკლებად სწორი არჩევანი, მაგრამ გეთახმები საუზმის შართულობა უკვე ისეთ საფუძველს გაძლევს დღის დასაწყისიდანვე მოზარდისთვის მით უმეტეს, რომ უფრო მეტი შანსია ყველაფერი სწორად წავიდეს იმ დღეს. მოდი მაზეც ვისაუბროთ, ბარემ კვებაში ვარც ჯერ და სუკვებაზე ვიქნები დღეს, მაგრამ რაღაცნაირად აი თვითონ პორციებზე, ულუფებზე და პროდუქტებზე რადგან მიდის საქმე, ხორცის ეშინიათ ყოველდღიურად მიღების. ჩემს გამომწერებში ძალიან ხშირად ყოფილა თირკმელებზე მერე ხო პრობლემა არ გვექნება. თუნდაც მოზარდებში, თუნდაც ხდა სულ მე ვეუბნები ხოლმე რომ ჩემს 4 წლის შვილს მე ყოველდღე ვაჭმევ ხორცს. მე თვითონ რო თევზი არ მიყვარს მან ბზარმაცობ, იმიტომ რომ თევზი ნაკლები არის დავუშვათ მატეოს ცხოვრებაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა ხორცს მე ყოველდღე ვაძლევ. მინდა რომ აი ეს მითი რაღაცნაირად გამომტკიცოთ ჩვენს ჯერ რას ფიქრობ იქნებ მე ვაკეთებ არასწორად. არა. ესე იგი ჭამო თუ არა ხორცი ყოველდღე? ეს არის მთავარი პრობლემა. ანუ არის თუ არა საშიში ხორცის ყოველდღე ჭამა? ხორცის ყოველდღე ჭამის საშიშროება არის დაფუძნებული რამდენიმე კვლევაზე, საიდანაც კონტექსტიდან ამოგლეჯილად არის ინფორმაცია მიღებული. პირველი რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ რა ხორცია საუბარი, ამას აკრიტიკულად მნიშვნელობა. ანუ ეს არის ზღვის პროდუქტების თუ საქონლის ქათმის ხორცი და ამასობაში ხორცს რომ გულისხმობ ცხოველის სირანაწილზეა საუბარი. იმიტომ კრიტიკულად დიდი განსხვავებაა ვიცით ამ კვლევაში, რაზეც იყო გამოხმაურებული ყურადღება კვლევებში წითელ ხორცზე, სტეიკი რომ ავიღოთ, სადაც ნამდვილად უმრავლეს რეგულაციებში და რეკომენდაციებში, გაიდლაინებში ნახავთ, რომ კვირის განმავლობაში 3 ულუფა სტეიკი არის მიჩნეული იმ სასურველ ზედაზღვრად, რომელსაც არ უნდა გადავაჭრებოთ, თუმცა აქ შემოდის მერე ის, რომ ეს სტეიკის ხორცია, წითელ ხორცსაც ვეძახით და ამიტომ გვინდა სწორედ რომ მრავალფეროვანი კვებაში საქმეში მცენარეული ცილა იყოს ჩართული, საქმეში სხვა ორგანოები იყოს ჩართული, დასავლეთ საქართველოს მდიდარია ხო ორგანოების ხორცით. გულბუძზე მაქვს საუბარი კუჭმაჭი და მისნაირები. იყოს ჩართული ზღვის პროდუქტები, იყოს ჩართული ფრინველის ხორცი. ანუ მრავალფეროვნება აქვს თავარი ამბავი და კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა, რასაც აქვს მინიჭებული ყურადღება, არის ეს ხორცი როგორ არის მომზადებული. ანუ მაღალ ტემპერატურაზე, ზედმეტად მაღალ ტემპერატურაზე სწრაფად დაყოვნებულია, როგორც ზეთშია შემწვარი, ამას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ხორცი არ ჭამო, იმიტომ რომ მრავალწლიანი როგორ უნდა დავამზადოთ, მაგრამ მეგეს ვთქვათ. ყველაზე ნახე ორი უკიდურესობაა. ერთი არის ნაკლებად თერმულად დამუშავებული ხორცი და მეორეა ზედმეტად თერმულად დამუშავებული ხორცი. რას გულისხმობ? ერთი დამწვარი, მოხრაკული, ზედმეტად მოხრაკული და მეორე უმი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყნის medium rare ქვემოთ რა არის? Rare. ანუ rare არ უნდა იყოს, ხო? ორივეს აქვს პრობლემა. ორივეს აქვს პრობლემა თავის თავში ამინომჟავების შემცველობით, თავის თავში შედარებით მეტად უმს პარაზიტების არსებობის შემთხვევაში ორივეს პრობლემა აქვს, რომელიც სიოსლის ხანგრძლივობაზე, ქრონიკული თუ მწვავე დაავადებების რისკზე აისახება. შუაში არის სადღაც ჩვენი sweet spot-ი, ყოველ შემთხვევაში ხაშლამა. იდეალური. ეს ეჭვი მაქვს მომშვიდება, უნდა მესაუზმე ისე მოსულიყავ. ანუ ამბავი რომ ხორცი არ ჭამოთ ყოველდღიურად. ნახე, უბრალოდ ადამიანს როცა გონია რომ ხორცი ყოველდღიურად არ უნდა ჭამოს, სხვა მიზეზის გამო გონია. მიხვდები, ანუ თირკმელს დააწვება, პრობლემაზე არ მისაუბრია ჯერ, თურმე სხვა რამეზე ყოფილა გამოხმაურებული ყურადღება იმ კვლევებში. თირკმელს და ღულს დააწვება, ჩემი ხორცი არის ცალსახად მითი, იმიტომ რომ ყველა კვლევა რაც გვაქვს ადამიანებში, ჯანმრთელ ადამიანებში, რომლებიც მიყვებოდნენ მაღალცილოვან დიეტას და საუბარი მაქვს 3.6-4.2 გრამი კილოგრამზე. ანუ ეს ნიშნავს რომ საკმაოდ ბევრი. ერთ ტახს და ნახევარს ჭამდნენ დღის განმავლობაში, როგორც ვუძახით. 20 კილო ხორცი. ყოველდღიურად 6 თვის განმავლობაში არანაირი ნეგატივი ჩვენება არ გვაქვს ნახე ღვიძლის და თირკმლის ფუნქციაზე.
ჯანმრთელ ადამიანებში. როცა საქმე შემოდის კონკრეტული ქრონიკული ამ მწვავე კონდიცია, არის შემთხვევები, როცა ცილის გაზრდა არეკომენდებული, ამიტომ გვჭირდება სამკურნალო და კლინიკური ნუტრიციოლოგია აქვს და არის შემთხვევები, როცა რეკომენდებულია პირიქით ნაკლები ცილის მიღება. მართალია, რომ ქრონიკული ამ მწვავე თირკმლის მდგომარეობის დროს ცილის რაოდენობის კონტროლი გვჭირდება. შესაბამისად, ეს კონცეფცია, რომ ყოველდღე ხორცი არ ვჭამო, იმიტომ რომ თირკმელს დამიტვირთოს, თირკმელთან არაფერი ჯვაში არ არის. ჯანმრთელი ადამიანისთვის არაფერი ჯვაში არ არის. ნაწილზეც ალბათ იმას გულისხმობ, ანუ რა ნაწილი უნდა იყოს ნაკლებ ცხიმიანი წითელ ხორცში. შედარებით ნაკლებ ცხიმიანი წითელ ხორცში, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა ნაჯერი ცხიმები მიიღოს. ანუ ცხოველური ცხიმის მიღება უფრო ნაკლები უნდა იყოს დღის რაციონში და უნდა იყოს ბევრად დაბალი, ვიდრე ჯანსაღი ცხიმები, როგორც არის ავოკადო, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი და ასე შემდეგ. აი, ეს არის ყველაზე რთული ამბავი რა. ხორცი არ ვჭამო, თუ ნაჯერი ცხიმი არ შევავსო. ეხლა ნაჯერი ცხიმი რას ნიშნავს? ნაჯერი ცხიმი ყოფილა უმრავლესობა ცხოველური ცხიმის გამონაკლისი ზოგიერთი მცენარეული ცხიმი. ავოკადოს, არა, ბოდიში ქოქოსი აქვს ნაჯერი, ქოქოსია ნაჯერი. ქოქოსია ნაჯერი, ნაჯერია პალმის ზეთი. შესაბამისად, აი ესეთი დეტალებში, როცა თითქოს მცირე დეტალია, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა ჩემი ეს არის, რომ არასწორი מחვილები ისმება ჯანსაღი კვების გაიდლაინების დაცვისთვის. უბრალოდ გაიდლაინებზე არ თმდგება ხოლმე საქმე. ჩემი პირადი გამოცდილებით, ნახრწყალი ჩემი მტერია, შაქარი არ ვჭამო და ცხიმი მას უკებს. და უკვე გადაერთო ყურადღება იქიდან, რომ თურმე ნახრწყლებში ბოჭკო მჭირდება, ცხიმებში ჯანსაღი ცხიმები და ცილის ადეკვატური მიღება. და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით სწორედ ადამიანებს, ვისაც თავის შეწუხება არ უნდათ მეტი ინფორმაცია მიიღონ, სანამ ინფორმაციის გაცემას დაიწყებენ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს მერე არ ვიცი, შემთხვევით თუ ძალით, თუ გამართლებით, ყავთ მერე ადამიანებიც მიყვებიან მათ რჩევებს. შესაბამისად, ინტერნეტ სივრცე დატვირთულია და დიდი ალბათობით ამ პოდკასტს ახლა ადამიანები იმიტომ კი არ უსმენენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ იმ თემებზე, რაც საუბრობთ. ზედმეტად ბევრი ინფორმაცია აქვთ. და იმედია დავახმაროთ, რომ გამოვარკვევთ და აიხლარდნენ ამ ინფორმაციაში. ანუ მე მგონია, რომ სიმარტივეშია ყველაფერი რა, უბრალოდ ვჭამთ იმას, რაც ბუნება მოგცა პროდუქტად. ეხლა ბუნებამ ისიც მოგცა, რომ ჩვენ ცხოველები მოვკლათ და ვჭამოთ. ანუ ისტორიულად ესე მოვდიოდით, ხო? მონადირეობა და ეს ანუ ჩვეულებრივ ჩვენი რეგიონისთვის მით უმეტეს. ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს რომ რეგიონზე საუბარი. ამერიკული დიეტა კავკასიურ რეგიონის კვებას არ გავს და იგივე არ გავს ჩვენი კვება მედiterranean კვებას და არ გავს ჩვენი კვება აზიის ოკეანის პირისში არსებულ კვებას. გააჩნია საცხოვროთ, მაგას ნადირ მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მარტივად შეხვედრა, მით უფრო უკეთესი, მაგრამ ძალიან რთულია. რა, რთულია მარტივად შეხვედრა, იმიტომ რომ აქედან გრუზავს ხა ეს ჩვენი ინფლუენსერობა რა. და ანუ ძალიან ისეთი ისმის ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია მართლა. ერთი გამოხდება შური არ ჭამოეტყვის, მეორე გამოხდება ხორცი არ ჭამო, წითელი ხორცი არ ჭამო და საერთოდ ხორცი არ ჭამო, მე ანუ ძალიან ბევრი ერთმანეთის გამომრიცხავი და ოღონდ ყველას რომ მოусმინო, ყველას ადეკვატური არგუმენტები აქვს, ხო? და ასე რომ ჩემი აზრით, თუ რაღაც საკითხში ხარ ჩახედული, ძალიან მარტივია იმის ისე მიწოდება, როგორც შენ გინდა. ხო და როგორც შენ გაწყობს. ანუ ეხა იდეაში შურის არჭამის უკან რა არგუმენტებსაც იძახიან, იდეაში რო დაფიქრდე, ხო? ანუ რაღაცეები იქიდან არის სიმართლე, მაგრამ ამოგლეჯილი სიმართლე, ხო? რომელიც რა თქმა უნდა სრულ სურათს და სრულ ფონს არანაირად არ შეესაბამება და აი ხო ძალიან რთულია რომ მე აი ამდენ ინფორმაციაში ხოლმე გარჩიო ეს ჭეშმარიტება რა. მოდი გადავიდეთ ნელ-ნელა შაქარზე. და ჩვენ აი ეს ბლიც კითხვაში ვთქვით რომ არ ჭამ შაქარს, ესე იგი იკვებები იდეალურადო. და შენ თქვი არც თუ ისე ყოველთვის თუ როგორ ყოველთვის სიმართლეს არ შეესაბამება. ანუ მე შემიძლია არ ვიღებდე შაქარს და როცა ვიძახე მაგრამ დანარჩენ საშინელებებს ჭამდე. და ეს არანაირად ჩემი შაქრის არ მიღება, არ აბალანსებს არ ვიცი, ნაჯერი ცხიმების გადამეტებულ მიღებას, ან ტრანსხიბების შემოტანას რაციონში, ან ცილის არ მიღებას, შაქრის არ მიღება ვერ დააბალანსებს. შესაბამისად, როცა აქ კიდე ერთი მთავარი წერტილია შაქარს არ ვიღებ, რას ნიშნავს? პურს არ ვჭამ და ტკბილს ასმელს. ანუ აქ გულისხმობ, რომ უფრო მეტად დამატებული შაქრები მაქვს ამოღებული რაციონიდან. ამის საპირისპიროდ არის ცნება, რომ რაციონში 45-60% ნახრწლები მჭირდება ყოველდღიურად ადეკვატური ფუნქციონირებისათვის ადამიანს. ამიტომ აქ შაქარს არ ვიღებ, თურმე დამატებულ შაქრებს არ ვიღებ, ხო, რომელიც მწარმოებელმა ან მე დავამატე ჩემს არსებულ პროდუქტს. ეს შაქრებია ხოლმე ან მაგიდი შაქარი, განსხვავებული სიროფები, მათი საჭიროება რაციონში არ გვიდგას, საჭიროება. და შეზღუდვაც გვაქვს, ეს არის კალორიების 10% დღის განმავლობაში.
ჩაისკოვზობით რომ დათვალო, ეს არის 12 ჩაისკოვზი, მაგრამ უმრავლესობა რეგულაციების გონდება, რომ კიდე უფრო კარგი ბიჭი და გოგო იქნები თუ 5%-ამდე დაიყვანა, ანუ 6 ჩაისკოვზამდე. 6 ჩაისკოვს ესე შაქარს რა თქმა უნდა არ გულისხმობს, უბრალოდ სხვადასხვა დაპროცესებული საკვების მიღება თუ ხდება. ანუ იქ უნდა მიაქციონ ყურადღება ალბათ. ხო, დამატებულ შაქრებს ძალიან ხშირია ხოლმე, როცა სტუდენტების მომართავენ და დედებსაც უთქვია, რომ ბავშვი სტუდენტია და შაქარი როგორ ამოუღო ჭირდება და აი სულ ვეუბნები, რომ ტვინს ჭირდება გლუკოზა და არა რაფინირებული შაქარი, ხო? ანუ ეს ხო სხვაობა არის, რაფინირებული შაქარი სულ სხვა რაღაცა არის და ზუსტად ეს არის დამატებული შაქარი, ვიდრე გლუკოზა, რასაც ვიღებთ ნახშირწყლებიდან. მეგობრებო, ნახშირწყალი არის იგივე გლუკოზა, ანუ გარდაიქმნება ჩვენს ორგანიზმში გლუკოზა. ბოლო წერტილი ჩემს ორგანიზმში მოხვედრილ ნებისმიერ ნახშირწყალს ზოგიერთი რომელიც არ გადამუშავდა მაგალითად ბოჭკო არ გადამუშავდება ჩემს ნაწლავის მომნელებელი ფერმენტების მიერ, საჩვენებლის წესის მომნელებელი ფერმენტების მიერ, ზოგიერთ ნახშირწყალს ვერ გადავამუშავებთ, მოკლედ, ანუ ვერ შევიწავთ. ყველა ნახშირწყალი, რომელსაც შევიწავთ, მათ აქვთ 3 ბედი: ან გლუკოზა, ან ფრუქტოზა, ან გალაქტოზა, ამაზე არ ვსაუბრობთ ხოლმე, იმიტომ რომ უმეტესობა მათგანი გლუკოზად გარდაიქმნება. ანუ გლუკოზა და ფრუქტოზა, მათ შედარებით განსხვავებული მეტაბოლიზმი აქვს ჩემ ორგანიზმში, მაგრამ ჩემი უჯრედი იყენებს გლუკოზას ენერგიის მთავარი წყაროსთვის. ესეთი ადამიანები, ვინც მოგვერთავენ და გეტყვიან, რომ აი მეცადინეობს და შაქარი როგორ ამოუღო, შეგვიძლია დავუმშვიდოთ და უთხრათ, რომ დიდი ალბათობით საჭირო ნახშირწყლებს მაინც მიიღებს დაბალანსებული კვებიდან. მარტივი შაქრებმა შეიძლება მოგცეს უეცარი ენერგია და პირიქით ხო, ნეგატიური აღმოჩნდეს მე შენი პროდუქტიულობისთვის, ამიტომ იყო ის ვიდეო შენ რომელიც ახსენე. მაგრამ გააჩნია, ხო, ეხლა მე თუ ვეფხუ გამომეკიდა შაქარი რომელსაც პირში ჩავყრი და გავიქცევ, იმიტომ რომ ენერგიის მომენტალური წარმჭირდება. ანუ გააჩნია მიზანს და ამ ჯანსაღყოფასაც აქვს რამდენიმე კუთხე, ხო, 6 კუთხედი, 8 კუთხედი, საიდან უყურებ? პროდუქტიულობის კუთხიდან უყურებ, წონისწყლების კუთხიდან უყურებ, კუნთის მატებიდან უყურებ, ჯანმრთელობის კუთხიდან შევხედოთ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ შევხედოთ საერთო ჯანმრთელობის კუთხიდან. იმიტომ რომ საერთო ჯანმრთელობის კუთხიდან რო განიხილავ, წონაც დარეგულირდება. პირველი რა თქვი? პროდუქტიულობაც ცალსახად ხო მოიმატებს, ხო? ანუ ზოგადად აი საერთო ჯანმრთელობის გაიდლაინებს რომ მივყვეთ, მე მგონი და საერთო ჯანმრთელობა რო დავიცვათ, ფაქტიურად ყველაფერი დალაგდება რა. 80% პრობლემების გვარდება მაგით. აი უკვე დარჩენილი 20% რომელიც არის მაქსიმალიზაცია, ხო, რაც შეიძლება მეტი კუნთი მოვიმატო, რაც შეიძლება მეტი ცხიმი დავიკო ადეკვატურობის ფარგლებში, რაც შეიძლება მეტად პროდუქტიული ვიყო, მაგ 20% შემოდის ნაირ სახეობები ინდივიდუალური ეს უკვე ადამიანი რომელიც მიყვება ცალკეულ ან სპორტს ან რაღაცა მართლა რაღაც გარკვეული მიზანი აქვს, მაგრამ მან დავხვდებით ყველაზე მეტ პრობლემას. აი ამ 80%-ში ხვდებით პრობლემას და თურმე ინფორმაციის 20% მჭირდება ამ 80%-ის მოსაგვარებლად. აი ის ჯანმრთელობაზე მორგებული გაიდლაინები, რომელიც დღეს არაერთი ვახსენეთ, ხო? ბოჭკოს საჭიროდენობა, ნაჯერი ცხიმების შეზღუდვა, ტრანსხმების ამოღება, კალორიული ნორმის დაცვა და ამასობაში ადეკვატური ფიზიკური აქტივობა ძილთან ერთად. 80% პრობლემების 20% ინფორმაციის ქონის ფონზე გვარდება. მაგიტომ აქცენტი მან უნდა დავსვათ. ისე შაქართან ვარ და ბარემ ისიც უნდა კითხო, რაც აი ისე მაინტერესებდა და ბარემ მეთქი პოდკასტში ვკითხავ მეთქი. შენ გაქვს აი ამ გლუკოზის მონიტორინგი, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შენ გაქვს ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვს დიაბეტი და ანუ აი მათზე გინდა რომ მოარგო, აი ესა თუ ის საკვები, როგორ სპაიქს უკეთებს ინსულინს და ზოგადად როგორ აისახება დიაბეტის მქონე ადამიანებზე. მან არ გიფიქრია ერთი მომენტი ის, რომ ანუ შენ გიყურებს უამრავი სხვა ჯანმრთელი ადამიანი, რომელთვისაც ეს ხდება დანორმალიზებას ვერ დავარქმევდი, მაგრამ ანუ მე ესენიც იწყებენ სიგნალს, რომ აი მე ხა ეს ინსულინის სპაიკი რომ მაქვს და რაღაცა, ინსულინის სპაიკი ხო სავსებით ძალიან ნორმალურია და უნდა გქონდეს. ხო, ჩვეულებრივ ადამიანებს. ეს მინდა რომ გეხოცები ახსნა და გავმიჯნოთ, ხო? ესე იგი, პირველი არც ერთ ადამიანს არ უნდა ეკეთოს გლუკოზის უწყვეტი მონიტორი, თუ არ აქვს ტიპი 1 დიაბეტი. ანუ არ ჭირდება რომ ეკეთოს ტიპი 1 დიაბეტი და ეხლა საუბრობენ სოფლიოში ჭირდება თუ არა აუცილებლად ეს მონიტორინგი ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, ან ინსულინ რეზისტენტობის მქონე ადამიანებისთვის, ამაზე არ გვაქვს არც ერთი უნიფიცირებული გაიდლაინი, ეს მონიტორი გამოიყენება ტიპი 1 დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, აუცილებლად. რატომ ეკეთა მე? მე მეკეთა იმიტომ რომ შვეიცარიაში პედიატრიის დიაბეტის განყოფილებაში გავატარე 3 თვე და დიაბეტის მიმართულებით, ტიპი 1 დიაბეტის მიმართულებით ბევრი პროექტი დავიწყეთ ჩამოსვლის შემდგომ. არა, მე ვიცი რატომაც გეკეთა, უბრალოდ მე მინდა რომ შენ გამიჯნო მაყურებლებისთვის, ხო? აი ამ გამიჯნოს ვაკეთებ ჩემი მიზანი ძირითადი იყო ორი რამე.
ერთი ზოგადად გამეგო რაშვება ეს device-ი და აღმოჩნდა რომ თურმე ძალიან ბევრი უზუსტობა აქვს. ბოლომდე სანდუ არ არის, იმიტომ რომ ეს არ კითხულობს პირდაპირ სისხლიდან ხელის ისეთ ნაწილშია რომ შეიძლება ფიზიკური ზეწოლით განსხვავებული პასუხები მიიღო. და ამასობაში ყველაზე დიდი ყურადღება მქონდა გამახვილებული დიაბეტის სტიგმაზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ დიდია. მაინტერესებდა რა შეგრძნებებთან იყო ასოცირებული ამის ტარება და ამასობაში მიუხედავად რომ სისხლის შაქრის კონტროლი არ მიჭირს. აკეთებენ და მანდაც იგივე იმას აკეთებს, რომ აი ფიზიკური დატვირთვის ან უზუსტობა აქაც იგივე არის. უზუსტობა აქვს, უმრავლესობა მონიტორზე რეკომენდაციები გვაქვს რომ გავიკეთოთ კლაუზე. კი. იმიტომ რომ აქაც ბევრჯერ მინახია. რეკომენდაციები გვაქვს რომ აქ არ გავიკეთოთ, იმიტომ რომ ბევრი უზუსტობა შეიძლება მოვიდეთ. გააჩნია device-თან. კი, გააჩნია device-იც. ასევე დავდიოდი გლუკოზის სტანდარტული ჭხირის მონიტორით, მიუხედავად რომ არ მაქვს სისხლის გლუკოზის პრობლემა. მაინტერესებდა რა შეგრძნებებთან იყო ასოცირებული, ანუ აი ეს იყო ძირითადი წერტილი. კონტენტის ჩაწერის ძირითადი მოცემულობა კიდე იყო ის, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ორი რამე დამენახებინა, რომ ერთი განსხვავებულად ხდება განსხვავებული საკვების გლუკოზის მონიტორინგი და ამასობაში ამიტომ გამომდიოდა ეს ვიდეოები 3 წუთნახევრიანი, რომ ყოველ ვიდეოში ვცდილობდი მეთქვა, რომ ინსულინი ის არის, რაც ყოველთვის გვჭირდება და გვაქვს. შაქრის დონე აუცილებლად მაღლა უნდა ავიდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი 2 საათში დაუბრუნდეს თავის წერტილს და კიდევ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ინდივიდუალურია. ერთი და იგივე პურის ნაჭერი რომ და შემჭამოთ, განსხვავებული გლუკოზის პასუხს მომცემს. ერთი და იგივე ტორტის ნაჭერი რომ ჭამოთ, განსხვავებული გლუკოზის პასუხს, იმიტომ რომ ინდივიდუალური ადამიანებს შორის ამას ძალიან ბევრი კვლევა გვაქვს. ანუ ჩემი მთავარი მცდელობა იყო ის, რომ ხალხს ნაკლებად ქონდა შიში გლუკოზის მატებასთან დაკავშირებით, ანუ ეს ნორმაა. უნდა დაუბრუნდეს. პირიქით გამოვიდა მგონი, იმიტომ რომ მე მიგდებდნენ შენ ვიდეოებს პირიქით. მართლა? კი, რაღაც არა. აქ არის ძალიან დიდი რისკი, როცა აი მან არის ხოლმე რომ ამიტომ ბოლოს უკვე რა ვიდეოების დავდე ყველა მათგანში მქონდა 30 წამიანი, 40 წამიანი ნახსენები, რომ ინდივიდუალურია გლუკოზის მიმოცვლა. ინსულინი არ არის ის უნდა გვეშინოდეს. უბრალოდ Instagram-ის კონტენტის პრობლემა აქვს ის, რომ რომელ ვიდეოს რა თანმიმდევრობით ადამიანი ნახავს არიც და ვერ ხვდები. ამიტომ აქვე გამარტივდებოდა რომ ყოფილიყო ყველაფერი YouTube-ზე, სადაც თანმიმდევრობა აქვს ყველა ვიდეოს თავისი. ასე რომ მოყვები და დროშის არხა შეზღუდული. იცი რა არის, უბრალოდ მე აი ეხლა მინდა რომ ჩვენ მაყურებელს ვუთხრათ, რომ არ უნდა ჩაიციკლოს ჯანმრთელი ადამიანი ინსულინის სპაიკზე. ანუ ის უნდა მიიღო, ანუ ინსულინზე კი არ უნდა იფიქროს ადამიანმა, ისევ და ისევ ზოგად ჯანმრთელობაზე უნდა იფიქროს, კვების არჩევით და კვების ტაიმინგი როგორ არის, აი კვების დროის გადანაწილებით და არა რაღაცა კონკრეტულ ორგანოზე, კონკრეტულ ჰორმონზე და ასე შემდეგ. ჯანმრთელი ადამიანის საზრუნავი არის სწორედ ის 20% ინფორმაციის, სადაც ვისაუბრეთ. და ჯანმრთელობის შენარჩუნება. ძალიან კარგია, იმიტომ რომ დაავადების მერე არ უნდა დავიწყო ჯანსაღლობაზე ფიქრი. და პირიქით. ნამდვილად. პრევენცია. ანუ ინგლისურად რაღაცა ძალიან კარგად ჟღერს რა, მეგისა health care და არა sick care. ანუ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნო მანამდე სანამ რაღაცა დაიწყება. კი, ცალსახად და ძალიან ბევრ რაღაცის პრევენციას აკეთებს ხოთი შორის ჩვენი ჯანმრთელი კვება და ეს უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, მე მგონი და პირველადი ინტერესი. რა თქმა უნდა იქ რაღაცა. შენ თუ არ ღვახ ხოლმე ისე თორნიკ. ჩემი კომენტარები ნახე გაგ ბოლო ვიდეოები, სამ არ ჩავგვდიეთ ბოლო ვიდეოები შენ ჩემთვის საგამოცდო პერიოდში ვიყავი, ძალიან ბევრი სიახლე მაქვს ამ ყოველფრის გამო, მაგრამ იმიტომ რომ ღამის თემები მოგვიწია, ასევე აირია ჩემი კვების სტილი. და binge eating-ისგან დირექტორობა მოხს როგორც გითხარი, დაბრუნდა ეს ჩემი დიდი ულუფებით კვება პროცესი. binge eating-ი მოდი ვთქვათ, ეს არის უკონტროლო კვება. ეს არის ერთ პორციაზე უკონტროლო კვება. დიდი ულუფა, რასაც კალორიული გადანაწილება, ანუ ეს არ ყოფილა ამ დროს ჩემი პრობლემა junk პროდუქტის მიღება, არა ჯანსაღი არ ყოფილა ჩემ რაციონში. თავი პრობლემა. ეს იყო ჯანსაღი, მაგრამ ბევრი. რა უცნაურია რა, ანუ თურმე ჯანსაღი და არა ჯანსაღი საკვები არ ყოფნის მხოლოდ წონის კონტროლს. პორციული. აი, აქ შემოდის მე კალორიების საქმეში. ჯანსაღად ვიკვებები, მაგრამ ქვაბ ნახევარი ხარჯო. თავის ეფექტს დაგიტოვებს. სახლში გულით, სული და უჯანსაღი პროდუქტების იყოს გამოყენებული. ანუ შენც არ ღვე ხოლმე რა. პორციის კონტროლია ჩემ ყველაზე მთავარი პრობლემა. გამოწვევა, ჩემთვისაც ხოთა შორის, იმიტომ რომ მე შემიძლია არა ადამიანურად ბევრი სჭამო. ყველას ვაოსებ ხოლმე, რამდენი შემიძლია ვჭამო. და მეც როცა ესეთი გადასტრესილი ვარ და სხვათა შორის აი უნდა ვახსენოთ, რომ ღამის ცენება ახსენე. რაც უფრო გვიან ხდება დაძინება, არ აქვს მნიშვნელობა გვიან დაძინების მერე 8 საათს შეასრულებ თუ არ შეასრულებ. craving-ი და მოთხოვნილება უფრო მამლე საკვების მიმართ არის უფრო მაღალი, ვიდრე და შესაბამისად კონტროლის მექანიზმები უფრო დაბალი და დაქვეითებული, ვიდრე დროულად ძილის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ცუდ დროს დაიძინე, მერე 8 საათი იგეძინა იქ ეხმარება, მაგრამ პროცესი თავიდან ბოლომდე ვერ ალაგებს. და ჩემი მადისმა რეგულირებული ჰორმონები ერთი უძინარი ღამის შემდგომადაც კი ვიცით, რომ
გრელინი, რომელიც არის მადის მასტიმულირებელი ჰორმონი, მომატებულია ლეპტინთან შედარებით, რომელიც არის მადის დამაქვეითებელი ჰორმონი. გრელინი არის შიმშილის ჰორმონს ეძახი. შიმშილის ჰორმონს ეძახით. ხო, და რაღაცა ბოროტაჭრებს არა გრელინი. მაგრამ როგორც ცხელ-ტაფას ხელს მიადებ და ხელის გამოწევისგან გიბიძგებს რაღაცა, ესე გიბიძგებს შენი ორგანიზმი საკვების მოძიებისკენ სწრაფვის დაწყებას. იდეაში ესეც ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ გეუბნება ადამიანს სხეულს, რომ აი უკვე მე всё, ენერგია აღარ ყოფნის და რაღაცა მომეცით, თორე ფუნქციონირებისთვის მაკლდება. ეს არის ხოლმე პირველი გააზრება, რაც მინდა ყველა ადამიანმა, ვინც კურსში გვერდება, გაიგოს, რომ ჯანსაღი ყვების დროს ვიცოდე, რომ ჩემ ორგანიზმში რაც ხდება, ყველაფერი ჩემთვის ხდება. რა თქმა უნდა. ჩემკენ არის მომართული ჩემი ჯანმრთელობისკენ, ზოგ შემთხვევაში ჩემი გადარჩენისკენ და აღარ ვფიქრდება ჩემი ორგანიზმის მის მიერ რა მოხდება, ამიტომ არ მივიყვანოთ ორგანიზმი გადასარჩენ სიტუაციაში, სადაც ცხოველურმა ინსტინქტებმა უნდა გვძლიოს. და ვიცოდეთ რომ გულისხმობთ რომ მორიგეობის მერე როცა სახში ბრუნდებოდი კლინიკიდან ვინც არ უნდა გადამფარვოდა მაციურამდე იმ ადამიანსაც ისიც შემომეჭმებოდა ზემოდან. ანუ გულისხმობთ რომ როცა ჩაირთვება იმ ადამიანიანად ჭამდი მაციურს. ზუსტად. ჩემი რეპტილიური ტვინი ყველაზე ძველი წარმონაქმნი, სადაც არის მოთავსებული ჩემი შიმშილის მაკონტროლებელი ჰორმონები და ცენტრი. არის ყველაზე ძველი წარმონაქმნი და ჩემი რაციონალური ყოფის აი ეს ქერქი, რომელიც განაპირობებს ხა მე და შენ რომ აქვს ხედვა ორთ ფიქრობთ ხა საღამოს რა უნდა გავაკეთოთ მე ლექცია მაქვს შენ ბავშვთან და მიირბინო ორთ სვი პოდკასტი ჩაწერო ეს ჩემი ქერქის დამსახურებაა ძირითადად რაციონალური ყოფა და აი როცა ეს ყველაზე ძველი წარმონაქმნი იყვირებს რომ შია იმიტომ რომ უნდა გადავრჩე ეს რაციონალური მე მეორე ეტაპზე გადადის ხოლმე იერარქიაში. ამიტომ მირჩევნია თავი არ მივიყვანო სიტუაციამდე სადაც უნდა ვჭამო იმიტომ რომ გადავრჩე და ეს ჩემი კვება აქ შემოწეროთ რეგულარული კვების მნიშვნელობა. და თუ ადამიანები ვინც არიან მიდრეკილი ბინჯ დრიკისკენ და თუ მომშვიდება თავს ვეღარ ვაკონტროლებ, რომლებიც უმრავლესობა არიან, გირჩევთ რომ რეგულარული კვებათა შორის შუალედები იქნება თქვენი გადამრჩენელი ამ დროს. იშვიათ გამონაკლისები ყავს ნახე, ვისაც არ აინტერესებს როდის არა შეჭამს, თავი ეკონოს გეგმა და ესეთი ადამიანების ზოგიერთი მათგანი ადეკვატურ ინტერვალურ ფასტინგსაც კარგად იყენებენ ხოლმე თავის ცხოვრებაში, უნადეკვატურს. მოიცა მე უნდა გავაჩერო ხა მანდ მორიგეობა ახსენე, მაგას და ჩავეჭიდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროფესია და სამსახური წამოვიდა, ეხლა ღამის შიფტებით, ღამის მორიგეობენ, ნუ ექიმები ცალსახაც ღამის მორიგეობენ, მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი global, ანუ ყველა ესეთი ტიპის სამსახურს და მით უმეტეს ასევე ძალიან ხშირია, როცა ამერიკის დროზე მუშაობენ აქ და მოდი გეხოცები გითხარი, როგორ შეგვიძლია აი ეს რო თქვი, რომ აი მორიგეობის მერე ვინც არ უნდა გადამფარვოდაო, ანუ არ უნდა გეჭამა მორიგეობის მერე და დაგეძინა თუ რა იყო მან ყველაზე უპრიანი. ეს არის ჩელენჯი, რომელზეც პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს. არ არსებობს. მე ვიცი რომ ჯერ მაგაზე არ დადებულა და იმაზეც მიდის დებატები, რომ ადაპტირებადი არის ადამიანის ორგანიზმი და ეს ძილღვიძილის ციკლი რაღაცნაირად იცის, თუმცა არ არის. მაგრამ არა ბოლომდე, გააჩნია night shift-ი რომელ საათამდე მიდის. პირველი ცალსახა ბოდიში გაგაწყვეტინე რომ კვლევებით ესეთი როცა ხანგრძლივად მიდის ესეთი სამსახურების შენარჩუნება, ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მარტად შემოკლებასთან არის პირდაპირ ასოცირებული. ამიტომ ბოლომდე არ ვიცით როგორ უშუალოთ. მოდი ხა ერთად ვიმშელოთ. პირველი რასაც ურჩევდი ეს ადამიანს იქნებოდა ის რომ როცა დაიძინებს თავისი 8 საათი მაინც შეასრულოს და აბალანსებს სიტუაციას ნაწილობრივ, რამდენი ნაწილობრივ კაცმა ერთის კვლევები არ გვაქვს. მაგრამ მოდის თუ არა მორიგეობიდან ჭამოს თუ არა ეს შენ რაც ახსენე რომ გადავჭამო. ალბათ ურჩევდი რომ შიერმა არ დაიძინოს, იმიტომ რომ ის სადაც დილით თუ იძინებს, შიერი დაძინება კიდევ უფრო დააქვეითებს მის ცილის ხარისხს. ასე რომ ვეტყოდი რომ რაღაცა ფსუბუქად მიირთვას, მაგრამ გააჩნია როცა ღვიძავს აი ამ ღვიძილის პერიოდში რა კალორიულ ნორმას იღებს და საჭირო ნუტრიენტებს იღებს თუ არა, რაც თავარია. აი ამის ფონზე შევეცდებოდი ჩემი რჩევები მომერგო. ვურჩევდი რომ ყველაფერი გაეკეთებინა რომ როცა დაიძინებდა ის სწორი დრო და კარგად დაეძინა, ანუ ვიზრუნებდი იმაზე რომ ერთი მშიერს არ დაეძინა, მეორე ზედმეტად ნაჭამს არ დაეძინა, მესამე შედარებით ჩაბნელებულ, ნუ დილას თუ იძინებ, უნდა იცოდე რომ თვალის მასკარი идеალური მე. თვალის მასკარი идеალური, ხმა, გრილი ტემპერატურა ოთახში და ბოლომდე ჩაბნელება, რაც ჩემი ძილის ჰიგიენისთვის მჭირდება რომ გავზარდო შანსი რომ კარგად მეძინოს, ანუ ღრმად მეძინოს და შესაბამისი დრო. ამას ურჩევდი აი კვებასზე იმდენად ინდივიდუალური მიდგომები დამჭირდებოდა რომ ალბათ ყველაფერს გაგება დამჭირდებოდა ეს ადამიანი როდის რას რამდენ შამს. შეუძლია თუ არა სამსახურში კვება წაიღოს, თუ შეუძლია რამდენი კვება შეუძლია წაიღოს. რა პროდუქტები ამძიმებს, იმიტომ რომ თუ ლანჩი 2 საათზე იდეალური იქნებოდა ბოსნეული და ხორცით მდიდარი,
თუ ამ ადამიანს ღამის 11 საათზე აქვს ლანჩი, მისი საშუალებრივი სისტემა როგორ რეაგირებს ამ ტიპის საკობზე. არ მაქვს უნიფიცირებული რჩევა, მაგრამ ყველაფერს ვიზამდი, რომ დაურწმუნებულიყო, რომ როცა ძინავს, კარგად ძინავს და B, როცა ღვიძავს, საჭირო ნუტრიენტებს იღებს და ძალიან დიდ კალორიულ დეფიციტში არ იქცევა. კიდევ რა მინდოდა ამასთან დაკავშირებით მეთქვა. როცა შიფტის განმავლობაში არის ღამე. აი მაგ დროს სრული სამივე კვება მაგ შიფტის დროს უწევს რა. სამივე კვება თუ ერთხელ კვებაც და ჯობია რაც უფრო ღამე გვიწევს ყველა კვების მიღება, დიდი ალბათობით უფრო გირჩევდი, რომ რაც შეიძლება მეტ თანაბარ ზომიერ ულუფებად დაყო. იმიტომ რომ თუ ახალი დაწყებული მაქვს ჩემი შიფტი და ამასობაში ერთხელ ვიკვებები და ის ძალიან დიდი პორციით, ძალიან ბევრს კიდევ უფრო ვერხდება შენი ორგანიზმი რა ხდება. ქრონორიტმზე რა შენაც ახსენე, ნამდვილად ვიცით რომ არის სტიმულები, რომელსაც შეუძლია ჩემი ბიოლოგიური საათი გადაწიოს. 12 საათი გადაწიოს, დიდი ალბათობით არა, მაგრამ ნაწილობრივ შეუცვალოს. ამასობაში ვიცით რომ ჩვენი საჭმლის მონელებელი სისტემა შეიძლება მოერგოს ახალ დატვირთვას, საათობრივი ცირკადიული რიტმიდან გამომდინარე, უბრალოდ ამას იმდენად დიდი გადასვლა ჭირდება, რაც უფრო ახალი დაწყებული ყველაფერი მით უფრო გირჩევდი რომ სამჯერადად ან რაც შეიძლება მეტ ულუფად, მცირე ულუფად გაანაწილო ეს კვება. არ მაქვს საუბარი 7ჯერად კვებაზე ადეკვატურობის ფარგლებში და არ დავტოვებდი ერთ დიდ კვებას ღამე. გაჩნია ესეც დილით რა მაქვს მათამდე მიღებული. ნაწილად გადავანაწილოთ. მცირე ულუფებად და ადეკვატურ ძალიან ხშირად მომართავენ ხოლმე ასევე მორიგეობის შემდეგ ვარჯიშზე რა და ბევრი ჩემ მარათონელს უთქვია რომ აი შიფტის მერე ვიცოდი რომ მე ვერ ვივარჯიშებდი და ეგრევე მივარჯიშა და დამიძინია. აი მან ვეუბნები რომ მეთქი აი მაგას ჯობია რომ არ ივარჯიშოთ, იმიტომ რომ აი ამ ხელა სტრესს კიდე გარე სტრესს ამატებ, იმიტომ რომ ვარჯიშს ერთგვარი სტრესია, რა თქმა უნდა პოზიტიური სტრესია, მაგრამ არა ეგეთი ღამის თენების დროს. ვარჯიში ყოველთვის ცალსახად ჯობია გამოძინების შემდეგ. შენ როგორ ფიქრობ? 100% გეთანხმები. იგივე ბიოლოგიურ საათზე რო ჩავიდეთ, ორგანიზმის მზაობა დაიტიოს ფიზიკური სტრესი, როგორც ჩვენ თქვი ვარჯიშის სტრესია, ეუსტრესი, ანუ სასარგებლო სტრესი, მაგრამ მაინც მით უმეტეს ქალთან გაქვს ერთადი მუშაობის პროცესი შენ და მით უმეტეს რეპროდუქციულ ასაკის ქალზეა საუბარი. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ night shift-ი, კალორიების შეზღუდვა, ქრონიკული ვარჯიში, ეს ყველაფერი ერთად ჰორმონალურ ბალანსზე ძალიან აისახება. მალევე აისახება. მალევე. ძალიან საინტერესო არის. და მოდი ჩვენ ნელ-ნელა გადავიდეთ, აი ზუსტად ხალი ახსენე, კაცი ახსენე და ინტერვალურ შიმშილზე გადავიდეთ, ფასტინგი. მე აი ეხლა ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აი სულ ვუზივარ, ჩემი ერთ-ერთი კუმირი არის სტეისი სიმსი, რომელმაც დაიწყო და გვეღირსა ქალების კვლევა. იმიტომ როგორც წესი ყველანაირი თუნდაც ის სხვათა შორის თვითონ სტეისი სიმსი ახსენებდა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში რომ თვითონ იყო მოქმედი ათლეტი და მოქმედი ათლეტობის დროს მათი გაიდლაინები დაფუძნებული იყო sedentary მამაკაცის, ანუ ჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე მამაკაცის ცილის მინიმუმ მოდენობაზე. ანუ სპორტსმენი ათლეტის გაიდლაინი დაფუძნებული იყო ესეთი დამჯდარი მამაკაცის ცილის რაოდენობაზე, ანუ რამდენად არა თქვა, რომელიც არ მუშაობდაო და შესაბამისად მაგიტო წამოვიდა აი ეს ყველაფერი. ნუ ეს სალსახა არის, რომ უფრო მეტი კვლევა გვაქვს მამაკაცზე, ვიდრე ქალზე. მით უმეტეს სპორტულ სამყაროში. მით უმეტეს სპორტულ სამყაროში. და ანუ ჩემი აი ეს რაღაცა ამ სტეისის იმა რომ გამიმყარა ეს ჩემი შეხედულება ისე უფრო მეტად მიყვარს ხო იცი რაღაცა ვალიდაციას რომ მოგცემს რომ უფრო მეტად გიყვარს, იმიტომ რომ ყოველთვის ვიძახდი რომ თუ ქალი არის მოვარჯიშე და ფიზიკურად აქტიური ძალიან რთულია და ზოგადად ძალიან არასწორი დატვირთვა არის ჩვენს ჰორმონალურ ბალანსზე, როდესაც შემოყვავს ორგანიზმში ინტერვალური შიმშილი. შენ როგორ ფიქრობ? გავიგე. ესე იგი ფიზიკური აქტივობა და ინტერვალური კვება. ჯერ მოდი ესე ზოგადად მოდი ჯერ ინტერვალური შიმშილი განვიხილოთ ქალებზე და კაცებზე როგორ განსხვავდება და მე ფიზიკურად აქტიურ ქალებზეც განვიხილოთ. ინტერვალური კვება 18 საათიან შიმშილიას ვეძახით 18 საათიან და 16 6 საათს მე არ ჭამა ყველაფერი, ანუ ამაზე გვაქვს ხასაუბარი. ანუ 7 დღე, უბრალოდ 7 დღეში 2 დღე შიმშილი. 2 დღე შიმშილი ეს ცოტა ესეთ სეზონური შიმშილია, მაგრამ ჩვენთან ყველაზე ხშირად შეხვდები არ 6-ის მერე ავჭა, ამან 16-18 საათიან დიეტაზე ვარ. ინტერვალური კვებას აქვს თავისი სასარგებლო და ნეგატიურებიც.
აუცილებლად ვთქვათ, რომ ინტერვალური კვება წონის კლებისთვის არ შექმნილა. ანუ ინტერვალური კვება თავის თავში მხოლოდ ვარაუდობს იმას, რომ შენ წონას დაიკლებ. იმიტომ რომ ვარაუდობს, რომ ვერ მოასწრებ იმ საკვების და კალორიების მიღებას იმ დროში, სადაც ღია ფანჯარა გაქვს კვების, რასაც სხვა შემთხვევაში მოასწრებდი. ეს ვარაუდია, წინგიზიორ ადამიანი 23 საათი არ იკვებოდა, 1 საათი იკვებოდა და ვერაფერი ვერ დაიკლო, კუჭის პორცია ისე გაეზარდა, მართლა ტახნახევრის მირთმე უწევდა მე მაგ დიეტის დასრულების შემდგომ. ანუ წონის კლება ინტერვალური ფასტინგისას. მოიცა კარგად გავშალოთ ეგ. ანუ ერთხელ რო ჭამდა იმდენად პორციას ჭამდი და მე მშიოდა და ჭამდი. რო წარმოგიდგენია 2 თვის შემდგომ და კუჭის პორცია გამეზარდა რა თქმა ძალიან დიდ პორციას აკვებს ვიღებ და ჩემი კუჭი საბედნიეროდ სამწუხაროდ ყველა ადამიანის კუჭი წელვადი ორგანოა მოერგება და ზუსტად ეგ მინდა რომ გეტყვი კუჭი შემცირდა მართალია მოერგება რაც უფრო დიდი პორცია მივეცი რაც უფრო ნაკლები პორცია მივეცი დროთა განმავლობაში და 2 თვის მერე ეს ყველაფერი დავასრულე ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ შენ მერე მაგ დიეტიდან რო გადავყიდე და მაგ რეჟიმიდან რო გადახვალ ყველა პორციაზე ბევრი გჭირდება რომ გაძღე მომატებული აქვს შენი სანამ დარეგულირდება თუ დაარეგულირე ამიტომ წონის კლება ვარაუდობს ინტერვალური შემშელი. ზოგიერთ ადამიანს დამართლებს, ზოგიერთ არ ამართლებს. რისკი სადაც გვაქვს შემოდის, ეს არის მაინდა-მაინც კვლევებით გამტკიცებული რისკი, მაგრამ აქვს ძალიან დიდი თეორიული საწყისი. სადაც როდესაც ინტერვალური შემშელი, ანუ 18 საათიანი დიეტა, შეჭიდულია დაბალკალორიულ დიეტასთან, ანუ როცა ვჭამ მაშინაც ექსტრემალური კალორიების დეფიციტში ხვდები და ამასობაში შეჭიდულია უზმოზე კარდიო გავაკეთო, რაც შეიძლება ქრონიკული, რაც შეიძლება სწრაფი. ძალიან ხშირ შემთხვევაში რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალში, საუბარია 15-16-დან 45-50-მდე ინდივიდუალურია, შეიძლება გამოიწვიოს რიგი ჰორმონალური გადახრების ან დარღვევების. შეიძლება არა, ეგრევე იწვევს. ხშირად. ამინორეა შეიძლება იყოს, მენსტრუალური ციკლის მოშლა, ენერგიობა, ლეთარგია, თავბრუსხვევა, ფარისებრის პრობლემები. ფარისებრული კუს პრობლემები მით უმეტეს თუ დაბალნახევარწლოვან კვებაზეა. ბევრი წერტილია, სადაც არ მივესალმები გახმზლებულ ფასტინგს თუ ყოველდღიურს. და მით უმეტეს ამ ყველაფრის დამატებას რაც ვახსენეთ. ეხლა რა ხდება მაშინ კაცებში? იმიტომ რომ მაგას ხო ძირითადად წონის კლებისთვის აკეთებ. ზუსტად ამიტომ დავიწყე რომ ვარაუდია წონის კლება. და როცა ამ სტრესს დაუმატებ ორგანიზმს, კარგად გეცოდება რამდენი გოგო შენთან დიდი ალბათობით, იმიტომ რომ მეც სტრესიდებს, ანუ კიდე 2 საათი ვარჩიობ ზემოდან, კიდე ნაკლებს შამს და კიდე დიდხანს ფასტინგს აკეთებს, გონია რომ უკეთეს შედეგს მიიღებს, მაგრამ პირიქით უჩერდება ყველა პროგრესი. ამიტომ აი ამ რისკში შემოვიდივართ, რომ ყოველთვის ნაკლები შამა, ყოველთვის მეტის კეთება არ ნიშნავს მეტი შედეგის მიღებას. და ძალიან დიდი ბალანსია მან საჭირო. და ქალის და კაცის ორგანიზმზე როგორ ფიქრობ რამდენად? იმიტომ რომ კაცი ძალიან ისეთი არის რა, ჰორმონალურად ძალიან რაღაცა სტაბილური არსება არის. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ყოველ თვითონ გადაწყვიტავს, კაცებს ისეთი დახვეწილი ჰორმონალური ბალანსი არ გვაქვს, როგორც თქვენ გაქვთ. კი, საჭიროა ეგრე აიხსნება, არ აქვს ჰორმონალური მოქნილობა, როგორც ქალს და იდეაში მაგიტომ მისთვის ესეთი რუტინულის, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს. სწორედ, ამიტომ კვებათა შორის შუალედის გაზრდას და კალორიების დეფიციტს კაცის ორგანიზმი უფრო მეტად შეიძლება იტანოს და მარტივად, ანუ ნაკლები ნეგატიური შედეგი მოგცეს, რომელსაც მაშინ ვნახავთ, ვიდრე რეპროდუქციულ ასაკის მქონე ქალის ორგანიზმი. საბედნიეროდ სამწუხაროდ ყოველთვის თვითონ გადაწყვეტეს, მაგრამ ესე ვარ. მე ყოველთვის ესეთ რაღაცას ვამბობ ხოლმე, რომ თუ აირჩევ, რომ წახვიდე მაგზით და მაინც კიდე ინტერვალური შემშელი, რომ შენ აი ის კვების ფანჯარა აკონტროლო, მე მგონი აი მანდ შემოდის ზუსტად ის კალორიების ცნობადობა, რაღაც კალორიებზე ცნობადობა, ნუტრიციულად საბაზისო ცოდნა, რომ იცოდე შენს ულუფაში, ანუ თითოეულ თებში და რასაც შენ ასრებ იმ 6 საათიან ფანჯარაში ან 4 საათიან ფანჯარაში, ხო? იცოდე თითოეული ულუფიდან რას არგებს სხეულს. იმიტომ რომ სხეული, ხო, აი როგორც წესი, სულ აი ეს მაქვს ხოლმე, რა არგუმენტად, რომ ძალიან ჭკვიანი არის სხეული და ეგრევე როგორც კი low energy availability როგორ არის აი ნაკლები ენერგიის ხელმისაწვდომობა, როდესაც ორგანიზმში ჩდება და twins ეს სიგნალი აქვს, იწყებს არასასიცოცხლო ორგანოების წათიშვას და ფუნქციის დაქვეითებას. ეს ძალიან დიდი პრობლემაა მით უმეტეს ახალ ქალებისთვის. და ოღონდ ეს არასასიცოცხლო ორგანოები სისტემები ახლა ვეგეტყვით რა არის და როგორ თურმე მნიშვნელოვანია სასიცოცხლო და ეს არის ჩვენი ენდოკრინული სისტემა, კოგნიტური სისტემა, ანუ იყო შემთხვევები, როცა მე ბლოგერზე მიყურებია რომ იყო რაღაცა 7 დღიან შიმშილზე და მანქანას ატარებდა უკან ბავშვებით. ნუ აი ჩემთვის ახლა ეს არის ძალიან ერთი რომ დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ აი იმდენად მარტივად უყურებენ ამ რაღაცას და აი
არ იცი ტვინი იმ წამს რას დაარტყავს ორგანიზმს, როცა ესეთი დაბალ ენერგიული ხელმისაწვდომობა არის ორგანიზმში. კოგნიტური ფუნქციები, იმუნური სისტემა იმას ხო არ ნიშნავს, რომ რაღაცა გავცივდით და გაცება ყოველს ემართება იდეაში, რაც არ უნდა იმუნიტეტი მაღალი იყოს, გაცება ყოველს ემართება. თავარი იქ და რამდენად სწრაფად გამოდივართ და რამდენად სწრაფად ებრძვის ჩვენი ორგანიზმი ამა თუ იმ დაავადებას და როგორი ბრძოლის უნარიანია, ხო? ასე რომ ეს გარე არასასიცოცხლო სისტემები ძალიან სასიცოცხლო არის ჩვენთვის და საერთო ჯანმრთელობის ფონში ძალიან დიდ მას თამაშობს რა. ძალიან სწორი შენიშვნა იყო ჩერი, რომ როცა ადამიანი ირჩევს კონკრეტული კვების სტილს, მის მიღმა მინიმალური ინფორმაცია მაინც თუ არ აქვს ამ ბაზისებზე, წარმოიდგინე თვალახმოული ისვრი იარაღს და რომელ სასიცოცხლო თუ არასასიცოცხლო სისტემას მოვარტყამ არ იცი. რაღაცას ნამდვილად მოვარტყამ. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ან ვიყვები დაცნობიერებულად ყველაფერს მივირთმევ და ვუსმენ ორგანიზმს, ან დავირჩევ რომელიმე სხვა შეზღუდულ კვების სტილს დროით ან კვებითი ჯგუფებით, ან ნუტრიენტებით, ჭირდება უცბად ცოდნა. ადამიანის ამ პროცესში წამოყვება, იმიტომ რომ მე რასაც არ ვიცი დამბალანსოს. რომ ვინმე მაინც იყოს ადამიანი, ვინც ურინაბიჯით წინ იყურება ამ პროცესში, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანო, რაც არის პირველი მთავარი წერტილი. ხო, ანუ არ მინდა ვავნო ჩემი მიზნებისთვის, ჩემს ზოგად ჯანმრთელობას, რომელიც მე ხშირად საანებელი გვიხდება ხოლმე. ნამდვილად. და ამ დროს ყველაზე კარგი რჩევა ადამიანისთვის იქნება უბრალოდ თუ მაინც ჩვენ ნუტრიციის ბაზისების დრო და ნერვი არ აქვს რო ხა ვისწავლოთ და ამასობაში იქ წონის კლება საჭირო რაღაც სხვადასხვა რაღაცა ამას ჯობია პორციების ულუფებზე ვიყოთ ორიენტირებული რომ ულუფების შემცირება დავიწყოთ რაღაცა ნელ-ნელა პატარ-პატარა ნაბიჯებით გადავდგათ დროში გადავანაწილოთ საკვები იქ პორციები დავაკონტროლოთ და ცილის მიღება ავწიოთ ხო? ყველაზე ხშირად ცილა, ბუჩქო და ჯანსაღი ცხიმები. აი ეს სამი პრობლემის გამოსწორებით ჯანსაღი ცხიმები მე ჩემ თავზე გამოცვალე როგორი მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით რეპროდუქციულ ასაკში, განსაკუთრებით გოგონებში, სადაც ჯერ ციკლი არსებობს. ამიტომ ძალიან აი ეს თუნდაც კერდის შესიება, ტკივილი, PMS-ის სიმპტომები, თუნდაც menstrualuri cramps როგორ არის, სპაზმები, menstrualuri ტკივილის სპაზმები ძალიან აი ფაქტიურად game changer-ი აღმოჩნდა, როდესაც ჯანსაღი ცხიმები შემოდის ჩვენ თუნდაც 2 სუფრისკოვის ზეითუნის ზეთი ყოველდღიურად, აი მართლა ჯადოსნურებს აკეთებს მაგ ამბავში რა. მედიტერანული კვების სტილი არის ჩემი საყვარელი კვების სტილი, რომელსაც ურჩევდი ალბათ რეპროდუქციულ ასაკის მქონე ქალს. მათ შორის ორ სულს და მეზურს. იცი მედიტერანიულზე ძალიან ბევრი მიდის ხოლმე მის ინტერპრეტაცია, რომ მან გონიათ რომ მხოლოდ ზღვის პროდუქტები უნდა მიიღონ ცილის სახეობად. არანაირად არ იგულისხმება. წარმოიდგინეთ რომ არის იერარქია, პირამიდა და პირამიდის წვერში არის ყველაზე მეტად გამახვილებული ყურადღება რაც აქვს პროდუქტებზე და ქვემოთ ყველაზე ნაკლებად. პირამიდის წვერში დგას ხილი, ოსნეული, მარცვლეული, მათ შორის ბურღულაული, პარკოსნები და ზღვის პროდუქტები და ამასობაში მცენარეული ცხიმების ლიბერალური მოხმარება, მათ შორის ზეთის ხილის, ზეითუნის ზეთის. შემდგომ პრიორიტეტში დგას ფრინველის ხორცი, ძროხის ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტი და აი ყველაზე ნაკლებ პრიორიტეტში დგას ყველაზე გადამუშავებული, ულტრაპროცესირებული პროდუქტები. ანუ იერარქიაში ხორცს და ფრინველს და კვერცხს და რძის პროდუქტს თავისი ადგილი უკავია. უბრალოდ დაპრიორიტეტებულია ზღვის პროდუქტები როგორც ჩვენ თქვი და ყველაფერი რაც თავიდან მახსოვს. ანუ არ ამოღებული არის, ეს არის აკრძალული. საერთოდ ჯანსაღი კვება არ გულისხმობს არაფრის ამოღებას ხალხო. ჯანსაღი კვება გულისხმობს უბრალოდ ყველაფრის მიღებას ზომიერების ფარგლებში. და იმის მიხედვით თუ ჩვენ რა დავუშვათ კლინიკური გართულებები გვექნება თუ რაღაც ქრონიკული დაავადებები, მაგის მიხედვით უკვე სპეციალისტი შეგიდგენ და არა მეზობელი მაყვალა ჟუჟუნა, რომელიც გირჩევთ ჩემზე ამან იმუშავა და შენს გააკეთებო. იცი ძალიან ხშირია გოგონებში განსაკუთრებით ზუსტად ახლა ჩვენ გქონდა საუბარი სანამ დავიწყებდით პოდკასტს პოლიკისტოზე. აი ხა მე ზუსტად უკვე ისე გამეყინა რომ უკვე კონდიციონერი იმ მდგომარეობაშია რომ ისე გავიყინო რომ საკვერცხები წამძვრა და საკვერცხებს დაგვიხმარეთ ხო? ხსანა პოდკასტს დავიწყებდი რომ ვიღადავ რომ ისე ციოდათ თქო რომ პოლიკისტოზი დამეწყოთ თქო მაგრამ პოლიკისტოზის დროს კვებაზე ვისაუბრეთ იმიტომ რომ ძალიან ხშირია პოლიკისტოზის სინდრომი მეც მაქვს მათ შორის თუმცა ანუ ის გართულებები რასაც დავუშვათ სხვა პაციენტებში დავუშვათ ვაწყდებით ჩემ შემთხვევაში ეგ უფრო ქრონიკულია და მე ინგლისში ესე ამიხსნეს ჩემმა ექიმმა რომ პოლიკისტოზი რო გაქვს ზოგს ახლა ლურჯი თვალები აქვს ზოგს ყავისფერიო ისე ზოგს პოლიკისტოზური საკვერცხი აქვს ზოგს ჩვეულებრივი საკვერცხო ნუ ჩემ შემთხვევაში ნამდვილად არ შეუშლია
რეპროდუქციაში, ხო, როგორც ყველამაზად, ხო? ხო. და შევღადაობ ხოლმე რომ ვიღაცა ავირო დააცემინეს მე ორსულად ვარ ხო? ერთადერთი რაც გქონდა ეს გარდატეხის პერიოდში, ნუ აი ეს რაღაცა ეს პუშკინივით აგერ წვერულვაშით ვიყავი წარმოდგენილი და ეგ მომენტი არის, მაგრამ აი კვება რამდენად მნიშვნელოვანი არის მაგ დროს და როგორი არის თუ არის მაგაზე ზოგადად გაიდლაინები. ხო, ძალიან საინტერესოა, ჯერი ამას წინათ მომიწია კონფერენციისთვის ამ თემის მომზადება და ბევრი არ გვაქვს სიმტკიცებულობაზე დაფუძნებული ფაქტები, მაგრამ ESPEN ეს არის ევროპის პარენტერალური და ენტერნალური კლინიკური ნუტრიციოლოგიის ასოციაცია, რომელსაც ძალიან კარგი შეჯამებული გაიდლაინიედო ყველაზე უკეთესი კვების სტილის თუ შეგვიძლია პროცესს დავეხმართ, ანუ სამკურნალო კვება არ ნიშნავს რომ განვკურნოთ სიტუაცია, ეს არის პროცესებში ხელის შეწყობა და უფრო მეტი ნეგატივისგან თავის არიდება. პროგრესის პრევენცია. პროგრესის პრევენცია. ძალიან საინტერესო რამდენიმე წერტილი იყო, რომელმაც მე თვითონ გამაუცა და ვეცდები მარტივად მოგიყვეთ. როცა საქმე მიდგებოდა ცილებზე, შემოდიოდა საქმეში არამაღალცილოვანი დიეტა და ანუ სტანდარტული ცილის მოხმარება ეს იყო 0.8-1.2 გრამი კილოგრამზე და პრიორიტეტი ქონდა მინიჭებული მცენარეულ ცილებს. რატომ? ბოლომდე არ ვიცით. როგორც ნახეთ, მაღალი ცხოველური ცილის ოდენობა პირდაპირ ამძაფრებდა პრობლემას, რაც შეხსენა ჰირშუტიზმი, ეს არის ქალის ორგანიზმის თმიანობა არასასრულ ნაწილებში, ჭარბი თმიანობა. ცილებში, მოკლედ, ადეკვატური ცილის მიღება 0.8-1.2 გრამი კილოგრამზე და მცენარეული ცილები იყო წინ წამოწეული, რასაც ბევრ გაიდლაინში ვიცი რომ არ ხვდებით, ხო? კუნთის მატება მინდა ცხოველური ცილა, ადეკვატური კუნთის შენარჩუნება მინდა ცხოველური ცილა, ასაკის მატება ეს არის ცხოველური ცილა, მცენარეული ცილის ადეკვატური მიღება იყო მნიშვნელოვანი. ცხიმებში იყო პრიორიტეტში დაყენებული ჩვენი ნახსენები და არაერთხელ ნახები მედიტერანული კვების სტილი, რომელიც გამოირჩეოდა სხვა დიეტებისგან. ზეითუნის ზეთი, ავოკადო, თხილაუთესლეული, ზღვის პროდუქტები. და ნახშირწყლებში კრიტიკულად დიდი როლი ეჭირა არადაბალ ნახშირწყლოვან დიეტას. არამედ დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე დაბალი ან საშუალო გლიკემიური ინდექსი რა არის? მე რომ პროდუქტს ვიღებ აი ვიდეოებს ვახსენეთ, რამდენად სწრაფად და მაღალზე მოახდენს სისხლში შაქრის ნახტომს. შაქრის ნახტომს მოახდენს ყველა პროდუქტი ნახშირწყლობის შემცველი, რამდენად სწრაფად და რამდენად მაღლა არის. პასუხი და სტაბილურ ენერგიას მოგცემს. სტაბილურ ენერგიას მოგცემს და ამასობაში რამდენად მალე დაუბრუნდება თავის ნიშნულს. ჯამრთელი გლუკოზის მეტაბოლიზმში. საშუალო და დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებია უმრავლესობა, რომელსაც მივირთმევთ, უმრავლესობა ბოსტნეული, უმრავლესობა ბურღულეული, არ უნდა იყოს აი გადამუშავებული პროდუქტები, თეთრი ბრინჯი, პური თეთრი პურზე მაქვს უმეტესად საუბარი, დამატებული შაქრების მქონე პროდუქტები, წვენები, ფორთოხლის წვენზე რომ ვკითხე, ანუ რაც სისხლში გლუკოზას სწრაფად და მარტივად მომიმატებს და ნიშნულამდე. ნაკლებად იყო გამოხლობული ყურადღება არ იყო აკრძალული, ხშირად აი ბანანს რო კრძალავ ხოლმე რაციონში ყველაზე დიდი სისხლია და წონის კლუბისას. ბანანსაც თურმე, ნუ თუ ზედმეტად განამწიფებული არ არის. საშუალო გლიკემიური ინდექსი აქვს, ანუ უმრავლესობა პროდუქტი ხილი ბოსტნეული თითქმის ყველაფერი ბუნებრივს აქვს მაინც დაბალი გლიკემიური. გვინდა არ გვინდა ესია ვაშლზეც, მოკლედ ძალიან გავს ერთმანეთს ვერ ხვდიან ბანანს რა სერჩიან მithumetas ქალებისთვის კალიუმის კარგი წყაროა და მაგნიუმის. იმის თქმა მინდა რომ ეს სამი კრიტიკულად მნიშვნელოვანი წერტილი იყო. ადეკვატური კალორიული დეფიციტი 250-300 კილოკალორიის დეფიციტი ყოველდღიურად, 500-ს არა, 250-300 კილოკალორიის დეფიციტი და ძალიან ბევრი პრობლემა გვარდებოდა სხეულის მასის 5-დან 10%-მდე კლებითაც კი. იმიტომ რომ საკურთხეველ კისერს მქონე ადამიანებს ასევე აქვს პრობლემა როგორც წესი ინსულინ რეზისტენტობასთან და შესაბამისად აქვთ ხოლმე პრობლემა ასევე წონის მატებასთან. და ფიზიკური აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფიზიკური აქტივობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ასევე იყო ამ კვლევებში ნახსენები. აქაც ადეკვატურობის ფარგლებში შესაბამისი რუტინის ჩართულობით. ესე იგი, ცილებში ადეკვატური ცილის მიღება არამაღალცილოვანი დიეტა მცენარეული ცილების ჩართულობით. აი მან მოდი შეაჯამე, ბოდიში შეაჯამე და მე ცილები ცხიმებში ჯანსაღი ცხიმოვანი მჟავები და უფრო მედიტერანული კვების სტილი, ნახშირწყლებში დაბალი ან საშუალო გლიკემიური ინდექსი მქონე პროდუქტები და ადეკვატური კალორიული დეფიციტი. ჩემთვის ამცნაური იყო მithumetas ცილის ნაწილის გარდა. ცილის ნაწილის ახლა აი უცნაური კი არა, ფაქტურად ჩემთვის პირიქით არის, იმიტომ რომ მე როცა ეს პრობლემა მქონდა გარდატეხის ასაკში მქონდა და გარდატეხის ასაკი იყო ჩემ ბნელი 90-იანები და 90-იანებში სად იყო ხორცი. სად ჭამდით ხორცს? პირიქით არ ჭამდი ხორცს. ანუ ჩემი ხორცი კი რაღაც პერიოდულობით ოჯახში კვირაში ერთხელ ან თვეში ორჯერ შეიძლება და გქონოდა, მაგრამ ძირითადად ვიყავით მცენარეულ ციlaსაც არ ვიცი ვიღებდი თუ არა. ეხლა დიდი რო გითხრათ რომ ლობიოზე ბიჭი თქვა ხო აი არ მახსოვს ხო გემნები აი ძირითადად ჩემწორ კარტოფილზე ვარ გაზრდილები რა და აი მე როგორც კი უკვე საშუალება გამიჩნდა, იმიტომ რომ მე უფრო ხორცისტი ვარ რა, ხორცი რო არ ჭამე ყოველდღე უბშიერი ვარ.
ზოგადად ნებისმიერ ულუფაზე თუ არ მიწევს რაღაცა ცილოვანი და ხორცი ძალიან მოქმედებს ჩემს ენერგიულობაზე და ზოგადად ხასიათზეც და შესაბამისად როგორც კი მაღალცილოვანი პროდუქტი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, პირიქით მაშინ უფრო დამირეგულირდა, ყველაფერი ციკლიც დამირეგულირდა, აი უფრო ცოტა 30-ის მერე დამირეგულირდა რა, თორე აი ბავშვობიდან მქონდა, ნუ იქ მეორე ფაქტორიც არის, შეიძლება არასწორი მკურნალობა წავიდა, იმიტომ რომ როგორც კი გარდატეხის ასაკში ეგრევე დიდი ჩარევა დაიწყო, მაშინ ხო ესე იყო, ანუ ეხლანდელი გაიდლაინებით, ახლა ინგლისში მაგალითად მე მითხრეს, რომ ანუ ესე ადრეულად არც უნდა ჩარეულიყვნენ შენი ციკლის არევაში, იმიტომ რომ გარდატეხის პერიოდში ყალიბდება ისედაც ციკლი, ჩამოყალიბების პერიოდია და ესეთი დიდი და ძლიერი პრეპარატებით, როგორც იყო კონტრაცეპტივი, დიანეს მასმევდნენ თუ რაღაცა, ანუ შეიძლება არ უნდა მომხდარიყო ჩარევა და შეიძლება მაშინ მოხდა რაღაცა არასწორი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი როგორც კი ცილა შემოვიდა ჩემს რაციონში აქტიურად და ცხოველური ცილა მაშინ დაიწყო ჩემმა ციკლმა დარეგულირება ყოველ შემთხვევაში. ეს პოლიკისტოზური საკვერცხე რამდენად დაიწყო, მე უფრო ციკლს უკავშირდებია ამ ყველაფერს. ვივარაუდები რომ ცილის არადეკვატური მიღება გქონდა და ცილის ადეკვატურმა მიღებამ ცალსახად მეტი ბენეფიტი მოგცა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველური თუ მცენარეული იყო. ძალიან საინტერესოა, რომ მიზეზი ბოლომდე მაინც ვერ გავიგეთ. ცხოველურსა და მცენარეულ შორის ლინკი, რომელიც მიდის თეორიული და პრაქტიკული, ეს არის ცხოველური ცილის და ანდროგენების, რომელიც მეરે იწვევს აი ამ ზედმეტმიანობის განვითარების პრევენცია, ან თავის შეკავება. თუმცა ამას დამერუკლობა კი შესაძლებელი. ასე რომ ცალსახად მნიშვნელოვანია ადეკვატური ცილის მიღება. შესაბამისად, შენ რომ იძახი რომ ცხოველური ცილა შემოვიდა და ამ პროცესს მოგვარდა, დიდი აბოლთობით ვივარაუდები, იმიტომ რომ ადეკვატური ოდენობის ცილა შემოვიდა საქმეში. იმიტომ რომ მანამდე არ ვიღებდი საერთოდ არადეკვატს. ნუ მოდი ეს რო შევაჯამოთ პოლიკისტოზის ამბავი, ადეკვატური ცილა, ნაკლებ გლიკემიური ინდექსის ნახშირწყლები და ჯანსაღი ცხიმები, ცალსახად და ფიზიკური აქტივობა უეჭველი. აუცილებლად. უეჭველზე უეჭველი. ადეკვატური კალორიული დეფიციტის ფონზე თუ წონა დასაკლებია, შეიძლება არ იყოს წონა დასაკლები, ხო? ნორმალურ BMI-ში ვждებოდა, თუ წონა დასაკლებია 5-10% კლება სასწაულს. ფიზიკური აქტივობა მაინც არ გამოდის ამაშიდან მაქედან. არა, რა თქმა უნდა. არა, იგი გაუცილებელი ფაქტორია. ხო, რა თქმა უნდა. 4 რაღაც ჭირდება ამ ჩვენს ძალუწილ ორგანიზმს რა. აი, ამას თუ მიაწვი, ყველაფერი იქნება იდეალურად. ეს არის ჩვენი ძილი, ადეკვატური კვება, ჯანსაღი, წყლის მიღება, ადეკვატური წყლის მიღება და ფიზიკური აქტივობა. всё, 4. და всё, ცოცხალი ხარ, დიდი ხანი გატარებს, ხარისხიანად გაცხოვრებს და მეტი რა გაკეთდეს? მეტი რა გაკეთდეს ამ ორგანიზმმა? ჩვენკენ არის, ჩვენც მისკენ ვიყავ. კი, უნდა ვიყო ჩვენ მისკენ. თორნიკე, უდიდესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. არ მიდოდა დამთავრება იქიდან მანიშნე მე რომ მორჩა და გადიდო. ძალიან საინტერესო იყო, ეს არის უშრეთი მართლა ამოუწურავი თემაა, რაზეც ჩვენ შეგვიძლია კვირეობი და თვეობი და ანუ რამდენი ხანით ვსწავლობთ ჩვენ, იმდენი ხანი შეგვიძლია იდეაში ვილაპარაკოთ, ხო? ასე რომ უღრმესი მადლობა შენ სტუმრობისთვის და თქვენ ძალიან დიდი მადლობა მსმენისთვის. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დაგვიჭირეთ მხარი, რომ გადავრჩეთ ამ სივრცეში და მოკლედ თქვენ ძალიან დიდი იმედი მაქვს. ასევე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი პოდკასტის წარმოდგენი არის CherrySfit აპლიკაცია და დღევანდელი CherrySfit აპლიკაციის პოპულარული პროდუქტი, მოდი ესე დავარქოთ, არის Cherry's Marathon, რომელიც არის დისტანციური სავარჯიშო პროგრამა სახლის პირობებში, სადაც თქვენ რეგისტრირდებით ყოველთვის 23-ში და მომდევნო თვის პირველში ვიწყებთ ვარჯიშს, ხართ ჯგუფებში, ყავთ კურატორი, არც ერთი თქვენი შეკითხვა არ რჩება პასუხის გარეშე და მოკლედ ძალიან ბევრ კარგ ჩვევის დანერგვას უწყობს ეს პროექტი ხელს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და აბა თქვენთვის.